დღევანდელი ჩვენი თემა, როგორც ბატონმა კახამა აღწერა, შეეხება სინგაპურის ეკონომიკას, უფრო კონკრეტულად კი იმ მიზეზებს, რომელთაც ჩვენი ერთვის განაპირობებს ამ ქვეყნის განსაკუთრებული წარმატება. შედარებით რეგიონის სხვა ქვეყნებთან პირველ რიგში, ზოგიერთ სხვა ქვეყნებთან შედარებით და მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან შედარებით. Sabaqsmeniat რომ სინგაპური ტერიტორიული ძალიან პატარა ქვეყანაა. თუ შევადარებთ თბილის დაახლოებით 2-ჯერ აღემატება მისი ფართობი. უფრო კონკრეტულად კი 700 კვადრატული კილომეტრია. მთლიანად ყველა ის კუნძული, რომელიც სინგაპურის იურიდიულ საზღვრებშია, ხოლო თბილისის ტერიტორია 350 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ასე რომ დაახლოებით 2-ჯერ უფრო დიდი ტერიტორია. რაც შეეხება მოსახლეობით, დღესდღეობით სინგაპური დაახლოებით ჩვენ ხელაა, თუმცა 60-იან წლებში, როცა მისი დამოუკიდებლობა პირველ ნაბიჯებს გამდგა, ისეთ ქვეყანა დამოუკიდებლობის გზაზე, მაშინ ამ ქვეყნის მოსახლეობა არ აღწევდა 2 მილიონსაც კი. ასე რომ ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებით თუნდაც ამ მონაცემების გათვალისწინებით უკვე საკმაოდ საინტერესოა ამ ქვეყნის გამოცდილების შესწავლა. მე ვეცდები რომ ძალიან კომპაქტურად, მოკლე დროში წარმოგიდგინოთ ჩვენი ძირითადი იდეები, ხოლო ბევრი დრო დავიტოვოთ დისკუსიისათვის. ვფიქრობ ასე უფრო მოხერხებული იქნება მისაღები ყველასათვის. მე პრინციპულად არ ვეწინააღმდეგები თუნდაც ამ მოკლე პრეზენტაციის დროს გადაგზა შეკითხვების დასმას, თუმცა ალბათ უფრო რადგანაც მოკლე პრეზენტაცია იქნება თქვი, უფრო კარგი იქნება თუ შევინახავთ როგორია კითხვის ბოლოსთვის და შემდეგ უკვე ყველა ცალკეულ ასპექტზე რაც გაინტერესებს ვისაუბრებთ. აქ წარმოდგენილია, ხედავთ ალბათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ორსვეტში მთელი მსოფლიოს როგორც ერთი მთლიანი ეკონომიკისთვის ერთსულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 1960 წლისთვის ეს არის ლურჯი ყველაზე მარცხენა მხარეს მდებარე სვეტით. ზოგადად წითელი ფერი წარმოდგენილია იგივე მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთსულ მოსახლეზე განმარტებით მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე 2009 წლისათვის. ანალოგიური მაჩვენებლებია მოყვანილი საქართველოსთვის, არგენტინისთვის და სინგაპურისთვის. საქართველოსთვის რომ შევითანეთ ეს ბუნებრივია, როგორ ინტერესებდა, მაგრამ რაც შეეხება არგენტინას შეიძლება ცოტა უცნაურად გამოიყურებოდეს ამ კონტექსტში, რა შეეხება არგენტინა, უბრალოდ მე ჩავთვალე რომ შედარებისთვის კარგი იქნებოდა ასეთი ქვეყანა როგორ სხვა რეგიონიდან, ლათინური ამერიკის უფრო ტიპიური წარმომადგენელი ალბათ, რომელსაც 60-იან წლებში, როცა სინგაპური დამოუკიდებლობას იწყებდა, ასე ვთქვათ, ამ დროს არგენტინის ერთსულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 2.5-ჯერ, ან ცოტა მეტჯერ აღემატებოდა სინგაპურისას. ხოლო შემდეგ, კარგად ხედავთ, წითელი ფერის სვეტების მეშვეობით, განვითარების დინამიკა ისეთი აღმოჩნდა ამ ქვეყნისათვის, რომ სინგაპურმა მას მნიშვნელოვნად გაასწრო, რომ აღარაფერი თქვა საშუალო მაჩვენებელზე მსოფლიოსთვის და თუნდაც საქართველოსთვის. საქართველოს მაჩვენებელზე სიღრმეებში ალბათ იმედი არ შემედავებით, იმიტომ რომ ეს ძალიან ბუნდოვანი იყო ჩემთვისაც, რა მონაცემებს დავყრდნობოდი და შედარებით ობიექტური მაჩვენებელი რადგანაც არ არსებობს, მე უბრალოდ ავიდე და ცოტა მექანიკურად მივდექი, რამდენიმე სხვადასხვა წყარო მომნახე და მე რაღაც საშუალო მაჩვენებელი ავიღე 60-იან წლებისათვის. რა მდგომარეობაში იყო სინგაპურის ეკონომიკა მისი დამოუკიდებლობის დასაწყისში? შეგვიძლია უბრალოდ ამ ჩამონათვალს დავაკვირდეთ, ყველაზე უფრო მკაფიოდ რა ფაქტორებიც განსაზღვრავდა სინგაპურის იმდროინდელ მდგომარეობას. პირველი ეს იყო უშუალოდ ძალიან მაღალი მდროინდელი, დაახლოებით 14%. სტაგნირებადი ეკონომიკა, ანუ საკმაოდ კრიზისული მდგომარეობა და ზრდის არანაირი პერსპექტივები. ბრიტანული სამხედრო ბაზების წვლილი თლიან შიდა პროდუქტში იმდენად მნიშვნელოვანი იყო, 20% შეადგენდა სინგაპურის თლიან შიდა პროდუქტისას და
მასზე დამოკიდებულება ბუნებრივია აგრეთვე უფრო მუქ ფერებში წარმოგვიჩენს მაშინ მდგომარეობას ამ ქვეყნის ეკონომიკისას. რესურსების თვალსაზრისით საკმაოდ ღარიბი, მწირი ქვეყანა. პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობები, ეთნიკური ნიშნით, ამბირობები თუ სხვა პრობლემებით ჩვეულებრივი დამახასიათებელი იყო ამ ქვეყნისათვის. უნდა აღინიშნოს მოსახლეობის სტრუქტურის ხრივაც, რაც ხელს უწყობდა ასეთ პრობლემებს. ჩინელები წარმოშობით შეადგენდნენ მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს. შემდეგ სადღაც 13%-ის ფარგლებში მალაიელები, მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის ქვეყნის წარმომადგენლები, დაახლოებით 7% ინდოელები და დანარჩენი მცირე პროცენტული მაჩვენებლები სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე ნაწილდებოდა. და ამ ეთნიკურ შორის ხშირი იყო ხოლმე სხვადასხვა გამოვლენები ეთნიკური ნიშნის დაპირისპირების როცა სოციალური პრობლემა გახდებოდა ხოლმე საბაბი და გადაიზრდებოდა ხოლმე შემდეგ ასეთ დაპირისპირებაში. იყო პრეცედენტები მეზობელი თქვათ ინდონეზიიდან რაღაც ტერორისტული აქტების ჩადენისა, რაც სინგაპურის ხელისუფლებას კაცვიდა ადეკვატური პასუხების გაცემას. და აგრეთვე ინვესტიციული გარემოწვა სწორედ ამაზე ეს ბოლო პუნქტი, სწორედ ამას გულისხმობ ამ პუნქტში, რომ არ ქონდა კეთილმოზიდველი დამოკიდებულება და თავისი მიზეზით ალბათ ეს ყოველთვის ორხევი მიზეზებით არის ხოლმე განპირობებული. თუმცა მიუხედავად ამისა 1963 წელს სინგაპური და მეზობელი მალაიზია გაერთიანდნენ ფედერაციაში ნებაყოფლობით საწყისებზე, მაგრამ თვითონ სინგაპურის მხრიდან აქტიური მცდელობა იყო ამ მიმართულებით. თუ რა ფაქტორები განაპირობებდა ამას, თუ ამაზე ინტერესი იქნება შემდეგ ვისაუბრებთ დაწვრილებით, მაგრამ ფაქტია, რომ სულ რაღაც წელიწადნახევარი, 2 წელიც ვერ გაძლო ამ ფედერაციამ და სინგაპური ისევ გამოვიდა, ისევ ორხრივი შეთანხმების საფუძველზე ამ ფედერაციიდან და დაიწყო რეალურად დამოუკიდებლად არსებობა 1965 წლიდან. თუ როგორი მდგომარეობა იყო ეკონომიკაში, სიმბოლურად ერთი ორი ფოტოსურათი ჩავთე, უბრალოდ დასაწყის ეტაპზე ეს ასე ვთქვათ, ბარაკების ტიპის დასახლებების ჩვეულებრივი ამბავი იყო სინგაპურისთვის და მე გაჩვენებთ ერთი ორი ფოტოთი დღევანდელი ტიპიური დამახასიათებელი, რაც ორიგინალური დიზაინით გაფორმებული შენობები როგორ გამოიყურება, მაგრამ ჯერ მოდით ვთქვათ, რა ხდება დღეს სინგაპურში. მსოფლიო რეიტინგების მაჩვენებლებს თუ გადავავლით თვალს, მაგალითად მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2009 წლის მაჩვენებლებით ერთსულ მოსახლეზე რეალური მსყიდველობით უნდა ეს პარიტეტის გათვალისწინებით შემოსავლის მიხედვით სინგაპური არის მეოთხე ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ეს მეოთხე, მეხუთე, მეექვსე შეიძლება რაღაც განსხვავებული ადგილები იყოს იმის მიხედვით ვთქვათ, რომელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს ვიხილავთ, იმიტომ რომ ზოგ ქვეყანაში არის ხოლმე მაგალითად კატარი და ლიხტენშტეინი ჩართული, ზოგში რატომღაც არ არის და თუ კატარს და ლიხტენშტეინსაც დავამატებთ, სინგაპური შეიძლება მეექვსე ადგილზე გადაეცეს, მაგრამ დამეთანხმებით ეს არ არის საკთავარი. უმუშევრობის დონის მიხედვით დღესდღეობით და საერთოდ ბოლო წლების განმავლობაში არასოდეს არ აცდენია 4%-იან ზღვარს ეს მაჩვენებელი. ქვეყანა ცნობილია სტაბილურად, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის კეთების CEO-ის მიხედვით უკანასკნელი რეიტინგით საერთოდ პირველ ადგილზეა. მეორე საუკეთესოა იგი ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით მსოფლიოში. Transparency International საერთაშორისო გამჭვირვალეობის რეიტინგში პირველ მესამე ადგილებს იღებს დანიასა და ახალ ზელანდიასთან ერთად, ანუ სამივეს ერთნაირი კულები აქვთ. ატვანია სისტემაში 9.8% და მერვე ადგილი უკავია რეიტინგში საკუთრების უფლებების დაცვის მიხედვით, სადაც ჩვენ მაგალითად ყველაზე უფრო მოვიკოჭლებთ, როცა საერთაშორისო რეიტინგებით გვინდა ვინმეს შევედროთ, აი ამ კატეგორიაში ჩვენ გვაქვს ყველაზე უარესი მაჩვენებლები, ანუ ყველაზე უარესი ჩვენივე სხვა მაჩვენებლებთან მიმართებაში გულისხმობ. 113 ადგილზე ვართ ამ რეიტინგში, ჩვენზე დაბლაც არიან, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო კვინტილი, ასე ვთქვათ, მეხუთედი ქვეყნებისა, სადაც არის თავმოყრილი. აქ ვართ ჩვენ. აი ეს თანამედროვე შენობები,
პროექტების ტიპიური რაღაც, მაგრამ ასეთი ორიგინალური შენობები ბევრია თანამედროვე სინგაპურში. რაც მიუთითებს, ბუნებრივია, არაც ასახავ. შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს რამაზი შენობები დამზადებული, მაგრამ მომდევნოს იყოს კონტრასტი, სამხრეთ სინგაპური ნამდვილად ახასიათდება ასეთი კონტრასტებით. და პირველ რიგით, ჩემი აზრით, ყველაზე საყვანწორო მომენტს, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად საინტერესო უნდა იყოს ამ პრეზენტაციაში, ეს არის ის, თუ რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი სინგაპურის ეკონომიკის წარმატებებს დაწყებული მისი დამოუკიდებლობის პერიოდიდან დღემდე, რაც გვაქვს მონაცემების სახით. ესე იგი, პირველი და უმთავრესი ჩვენი აზრით იყო ის, რომ სინგაპურის მთავრობა მინიმალისტური მიდრეკილებებით გამოირჩეოდა, ანუ განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისაგან, რომელთა მთავრობები ცდილობდნენ ხოლმე ისე, რომ მიაჩნიათ თითქოს აცნეს დახარჯავენ უფრო კარგია მათი ეკონომიკისთვის და ეს ცნობილია აქტიური ფისკალური პოლიტიკის სახელწოდებით საერთოდ ეკონომიკურ ლიტერატურაში, მაგრამ არსებობს სერიოზული სოლიდური ავტორების მიერ ჩატარებული გამოკვლევები, რომლებიც მიუთითებენ კორელაციას, დამოკიდებულებას მთავრობის ხარჯებსა და შესაბამისად ქვეყნის მიერ რეალიზებულ ეკონომიკის ზრდის ტემპებს შორის და როგორც ირკვევა, ეს დამოკიდებულება უარყოფითია, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ რაც მეტია მთავრობის ხარჯები, ეკონომიკის ზრდის ტემპები უფრო ნაკლები აქვს ქვეყანას. და ამის დამადასტურებელ სლაიდს სწორედ შემდეგ ვიჩვენებთ, მაგრამ ჯერ უბრალოდ ჩამონათვალი გავაკეთოთ, კიდევ რა ფაქტორები იყო მნიშვნელოვანი. ეს იყო მეორე ძირითადი ფაქტორი, კაფიოდ გამოხატული კურსი, რომელიც უფრო იმედს ამყარებდა ბაზრის მექანიზმებზე, ანუ საბაზრო ორიენტაცია ქვეყნისა, დაბალი გადასახადები, საერთაშორისო ვაჭრობაში ნაკლები შესულთები, ანუ დაბალი ტარიფები და კვოტების თითქმის არარსებობა. ეს დაბალი ტარიფები მაინც რას ნიშნავს, თუ ინტერესებთ ამაზეც გეტყვით, ანუ რეგიონის თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით როგორ ამცირებენ ისინი საერთო შესულთებს. მესამე, სამართლის ან კანონის წესების მოქმედება, პოლიტიკური სტაბილურობა, ანუ პოლიტიკური სტაბილურობა ეს თავიდანვე რა თქმა უნდა ბუნებრივად მოცემული არ იყო, მაგრამ ამაზე იზრუნეს, რომ ეს სწრაფად ყოფილიყო მიღწეული და საკუთრების უფლებებზე სტაბილურად ზრუნვა. მუდმივად ამ მიმართულებით, ესე იგი განსაკუთრებული ძალისხმევის წარმართვა, ანუ ჩავარდნები სერიოზული რომ არ ყოფილიყო ამ სფეროში. ამ ხრივაც ჩვენ ალბათ საკმაოდ ასევე მოვიკოჭებთ ჩემი აზრით. და მეოთხე, კაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა დაბალ ინფლაციის ტემპებს, რაც აგრეთვე ხშირად ცოტა საკამათო საგანია ხოლმე თითქოს მაღალი ინფლაციით შეიძლება ეკონომიკის სტიმულირება, მაგრამ სინგაპურის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს ასე არ არის, ანუ ეკონომიკის რეალურად გრძელვადიანი სტიმულირებისთვის სულაც არ არის საჭირო, რომ ქვეყანას რაღაც ისეთი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდეს, რომ იაფი ფულის პოლიტიკას მიმართავდეს სტაბილურად და მუდმივად იყოს ჰიპერინფლაციის საშუალების წინაშე მოძრაობის. აი ეს არის ის დამოკიდებულება, რაც ვისაუბრებოდით პირველ ფაქტორთან დაკავშირებით, როცა პატარა მთავრობა, ანუ კერძოდ როგორი პატარა, აი აქ არის პროცენტული მაჩვენებლები, თუ კი ქვეყანას მაგალითად 25%-ზე დაბალი აქვს მთავრობის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ, მაშინ იგი ყველაზე მაღალი ეკონომიკის ზრდის ტემპების დემონსტრირებას ახდენს. და სინგაპური სწორედ ასეთ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, არა 25%-ზე ნაკლები მისი სამთავრობო ხარჯები არ აღემატებოდა ხოლმე, უმეტესად 17%-ს, მაგრამ ხშირად იყო წლები, როცა 12%-ის ფარგლებშიც იყო ეს ხარჯი ნაწილი. შედარებისთვის ჩვენ 30%-ზე მეტი გვაქვს 35%-მდე, მაგრამ ახალი ბიუჯეტის მიხედვით მეგონი 30.5%-ია დაახლოებით ეს მაჩვენებელი. და არის მიზანი, რომ 2015 წლამდე თუ არ ვცდები, რომ შევამციროთ 25-მდე ჩამოვიყვანოთ. რაც შეეხება საგადასახადო სტიმულებს, ყველაზე კაფიო
სიგნალი უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად, უცხოელი ინვესტორებისათვის საერთოდ იყო ის, რომ დამოუკიდებლობის პირველივე წლებში რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ თავრობამ რაღაც შეცდომები დაუშვა. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თვალსაჩინო შეცდომა იყო იმპორტის სუბსტიტუციის პოლიტიკის გატარება, რაც ძალიან მოდაში იყო არა თუ იმ პერიოდში, არამედ მანამდე აწლეულების განმავლობაში. ჯერ კიდევ 30-იანი წლების ქემალისტური თურქეთი ან თქვათ ირანი ან ბევრი სხვა ქვეყანა, მოკლედ ლათინური ამერიკის ქვეყნები, იგივე აზიის რეგიონში მიმართავდნენ ხოლმე იმპორტის სუბსტიტუციის პოლიტიკას იმედით, რომ ამითი თვითონ წარმოებას, სამომავლო წარმოებას წაახალისებდნენ და ხელს შეუწყობდნენ დასაქმებას თავის ქვეყანაში. მაგრამ სინამდვილეში სინგაპურელთა საბედნიეროდ მათმა ხელისუფლებამ ძალიან მალე შეამჩნია ამ პოლიტიკის არაპერსპექტიულობა და რამდენიმე წელიწადში, თუ 1967 წლიდან უკვე შემოიღეს საპირისპირო პოლიტიკა, ანუ ექსპორტზე ორიენტირება და უცხოელებისთვის ფართოდ თავიანთი ბაზრების კარის გაგება და განსაკუთრებით ყველაზე მიმზიდველი, რაც აღმოჩნდა დამაინტრიგებელი ბევრი მულტინაციონალური კორპორაციისთვის, პირველ რიგში ეხებოდა ამერიკელებს. ისინი დაინტერესდნენ იმით, რომ 5-დან 10 წლამდე ვადით, თავიდან იყო უბრალოდ 5 წლის ვადით და შემდეგ უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ეს გაზარდეს 10 წლამდე, კიდევ უფრო მეტი ინვესტორის მოსაზიდად გაათავისუფლეს გადასახადებისგან. პირველ რიგში იგულისხმება კაპიტალის და კაპიტალ დაბანდებებზე მოგების გადასახადი და სარგებლის განაკვეთების სახით შემოსავლის გადასახადები. მაგრამ ეს ეხებოდა, ესე იგი, ძირითადად დამწყებ კომპანიებს, ადგილობრივს და მეორეს მხრივ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც სოლიდურ ინვესტიციებს განახორციელებდნენ სინგაპურის ტერიტორიაზე. მაგრამ უფრო მოგვიანებით მე ვნახავთ, რომ ასეთი მიდგომა გაავრცელეს 2004 წლიდან უკვე ფაქტიურად ყველას მიმართ. ანუ დღესდღეობით capital gain tax-ები საერთოდ არ არის ნორმალში. რამდენადაც მე მოვიპოვე ინფორმაცია. და დაბალი ტრანსაქციული დანახარჯები ეს გულისხმობს იმას, რომ მთავრობა ცდილობდა ყოფილიყო ძალიან მოქნილი, ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები შეექმნათ ინვესტორებისთვის და ბიზნესის დაწყება არ ყოფილიყო რაიმე სერიოზულ დანახარჯებთან დაკავშირებული, მაქსიმალურად იყო გაიარებული. ეს რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ დაბალი ინფლაცია არ უშლიდა ხელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ანუ აი აქ დინამიკაში არის, ესე იგი, ლურჯი ხაზით ნაჩვენები ინფლაციის დაგროვილი ტემპები, ანუ თქვათ საწყისად თუ არ ვიყოთ 1970 წელი, იქ იყო რაღაც ინფლაცია, მე მომდევნო წელს რაღაცა, ანუ ასე რომ მივხვდეთ, თქვათ 1980 წელს 1970 წელთან შედარებით რამდენჯერ გაიზარდა ფასები, ლურჯი ხაზი დაახლოებით ესე უნდა გვესმოდეს, რაც შეეხება წითელ ხაზს, აქ არის დაგროვილი ზრდის მაჩვენებლები და როგორი დისონანსია მათ შორის იმედია ყველა კარგად ამჩნევთ. აქ არის უკვე ალბათ არანაკლებ საინტერესოა ბიუჯეტის ხარჯვითი კომპონენტები, როგორ არის განაწილებული პროცენტულად საკუთრივ ბიუჯეტთან მიმართებაში და შემდეგ ნახავთ, როგორ არის მუშებასთან მიმართებაში და კარგი ჩავთვალეთ სასურველად, რომ საქართველოსთან პარალელები აქ განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ანუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტიანად რომ დაიგეგმოს ბიუჯეტი და როგორ განაწილდეს ეს ხარჯვითი კომპონენტები. თუ მივაქცევთ ყველაფერს, ყველაზე საინტერესო ის არის, მთავრობის ადმინისტრირების ხარჯები 3%-ს არ აღემატება. მაშინ როცა ჩვენ თან საქართველოში ეს არის 28% ბიუჯეტის საერთო ხარჯების. Შეგვიძლია გადავავლოთ თვალი განაჩენ მაჩვენებელს უსაფრთხოებაში პირველ სტრიქონს security ოზერი აქ შედის პირველ რიგში თავდაცვითი, აგრეთვე მარცხის რიგის ხარჯები და ასე შემდეგ რომ უსაფრთხოება ეს დაახლოებით თანაბარებს ჩვენ და სინგაპურს, ანუ ბიუჯეტის მიმართ პროცენტული მაჩვენებლები რო განვიხილოთ, თუმცა თეაში და პროდუქტთან მიმართებაში ეს შეიძლება აღემთხოვდეს და აგრეთვე საინტერესოა სოციალური დანახარჯების მაჩვენებლების განსხვავება. სინგაპური გამოირჩევა იმით, რომ მას არ უწევს პენსიების ფონდის წარმოება ბიუჯეტში, ანუ მას განსხვავებული მიდგომა ჰქონდა ამ მიმართებითაც და კერძო დანაზოგების ხარჯზე მან თავიდანვე ასეთი კურსი აიღო, თქვათ შეიძლება ეს ნებაყოფლობის საფუძველზე ახდებოდა გარკვეულად იზოლებითი მეთოდებით, ანუ ვალდებულება ჰქონდათ მოსახლეობას, რომ
ეწარმოებინათ დანაზოგების საპენსიო ფონდში, თავიდან ეს როცა მოსახლეობა შედარებით ღარიბი იყო, დამსაქმებელი და დაქირავებული 5% შემოსავლიდან რიცხავდნენ ხოლმე ამ ფონდში, ხოლო შემდეგ თანდათანობით გაიზარდა და კულმინაცია 1980-იან წლებში, როცა სინგაპურის ეკონომიკის და უკვე მაღალ მაჩვენებლებზე გავიდა ძალიან, მაშინ უკვე 25-25%-მდე იყო ასული, რაზეც სინგაპურის პრემიერ-მინისტრს არაერთხელ მოსვლია კონფლიქტი თავისივე გუნდის წევრებთან, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამით იცავდა გარკვეული პრობლემებისაგან, ცდილობდა სინგაპურის თავიდან დაერდებინა პრობლემები, რომელსაც ის მოელოდა, რომ წააწყდებოდა, თუკი შედარებით კერძო ფონდებში ნაკლებს შეიტანდნენ და სახელმწიფოს იმედად, როდესმე იგი საპენსიო ფონდებს შექმნიდნენ სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებას. ანუ ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ევროპული სოციალური საბაზრო ეკონომიკის მოდელის ჩამოყალიბებისა თავის ქვეყანაში. და ეს შედარება, ასე იგი, რომელიც გვიჩვენებს შედარების საშუალებას გვაძლევს საქართველოსა და სინგაპურის მაჩვენებლების და ბიუჯეტის ხარჯვითი კომპონენტების და ოღონდ პროცენტულად აქვე აღებულია მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ. ანუ აქ ხედავთ, რომ ლურჯი სვეტით საქართველოს მონაცემები აღებული და უსაფრთხოებაზე მეც ვხარჯავთ, პროცენტულად ისე აბსოლუტური მაჩვენებლებით ისე უნდა გავიგოთ. გაცილებით მეც ვხარჯავთ ისე ვინაიდან თავის ადმინისტრაციის დანახარჯებში, ის ძალიან დიდი თანხები. სოციალური თვალსაზრისით, დანარჩენი განათლებაზე და ჯანდაცვაზე შედარებით თანაბარია ეს პროცენტულად წინაშე გასაგებთან მიმართებაში. და ბოლოს მინდა ასეთი კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის მუხტით დავასრულო, ანუ სინგაპურის ეკონომიკაში, სინგაპურის საერთოდ ხელმძღვანელობაში იყო ხოლმე სტაბილურად ასეთი განცდები და განსაკუთრებით ბოლო წლებში, ისინი უკვე თავის თავში დაჯერებულები აცხადებენ, რომ ეს კონკრეტულად ერთ პიროვნებას ეკუთვნის ეს ფრაზა, თუმცა ეს რამდენად ახლობელია ყველა იმ მაღალ ჩინოსნისთვის, რომ შეიძლება ეს ვთქვათ, რომ ყველას ნათქვამია. ჩვენ გვინდოდა სურდა რომ ყოფილიყავით აზიაში შვეიცარია და ჩვენ უკვე ვართ ეს და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მაგალითად შვეიცარიული ფინანსური კომპანიების სიმბოლო Credit Suisse უკვე გადავიდა თავისი სათავო ოფისები გადაიტანა ციურიხიდან სინგაპურში განსხვავებულ წლებში და როგორც გითხარით, ბიზნესისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ არ არსებობს საერთოდ უკვე კაპიტალიდან სინგაპურში ჩადებული კაპიტალიდან მოგების გადასახადი. ეს ძალიან დიდი სტიმულია იმისათვის, რომ მომავალში კიდევ გაგრძელდეს აქ ინვესტიციები. მადლობთ ყურადღებისთვის და ახლა გისმენთ თქვენს შეკითხვებს, სიამოვნებით ვპასუხობ. დიდი მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის. მინდოდა ერთი რამე დაგეზუსტებინათ. როდესაც საბიუჯეტო ხარჯების გრაფიკები გქონდათ საქართველოსი და ეს ფუძინა ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს აი იგივე სამთავრობო ადმინისტრირების ხარჯები. და კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს, აი ამ გრაფიკში ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურაზე ჩვენთან. აი ამ გრაფიკში ეს რომელ გრაფიკში შეიძლება მოვიოს ეკონომიკური განვითარება. ეს შემოკლებით წერია კონდენ. ხო, ამ კატეგორიაში. გზების გაყვანა და ეს ყველაფერი და ანუ ეს არის ბიუჯეტთან მიმართებაში 5.78% სადადოა. Ითქვა? Ну, это же მეგონი მიკროფონის გადაშეს. აი აი ხა შეგხარებოვით უკვე მოჩვენდა. ლებავოცით წარმოგიდგენთ ბატონი ბესი კალადოშვილი, ჩემი
სადისერტაციო თემის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ყველას, მიხარია კონტა შეხვედრა და ხედავთ ჩვენ ყოფილ და ამჟამინდელ სტუდენტებსაც. პირველ რიგში მადლობა ბადრის. ესეთი შეკითხვა მაქვს ბადრი. ალბათ ყველამ ვიცით, რომ სინგაპურის მაგალითი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ამ მაგალითშიც არის რაღაც გამორჩეული ფაქტორები. ერთ-ერთი იყო კაპიტალის მოზიდვა უცხოური ინვესტიციების და თუ გაქვს გაკეთებული ან გაანალიზებული სპეციალური ეკონომიკური ზონების ადგილი, მნიშვნელობა და ის განვითარების ტრადიცია სინგაპურში და თუნდაც პარალელურად ჩვენთან თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარება. ალბათ ეს კითხვა. კი ბატონო. გულახდილად გეტყვით, რომ არ მაქვს დეტალური კვლევა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სინგაპური თლიანად შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, თუნდაც პატარა ტერიტორიულად, რომ იქ ამის საჭიროება რაღაც ზონები გამოეყო და რაღაც დიფერენცირებული მიდგომა ქონოდა არა, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა ამ თვალსაზრისით მაგალითად ჩინეთის გამოცდილება და ვაპირებ სერიოზულად შევისწავლო უბრალოდ ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული კვლევები მაქვს ჩატარებული და საქართველოსთან მიმართებაში რაღაც მცდელობები ამოქმედებით არის, მაგრამ მე მგონია, რომ ცოტა სპონტანური ხასიათი აქვს დაუგებნოვი და შესაბამისად თუ ლიბერალურ რეჟიმს საერთოდ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე შევქმნით და გავაცილოთ, მაშინ უბრალოდ საერთოდ ეს თემა გამოირიცხება, მე მგონი აუცილებლობა აღარ იქნება, რომ რაღაც სპეციალური ეკონომიკური ზონები შეიქმნას. Mikrofon mı adapte მე მაინტერესებს რა რეფორმები გაატარა სინგაპურმა, რომ შეემცირებინა სახელმწიფო ხარჯვა, რაც ჩვენ ახსენეთ. იმიტომ რომ ჩვენი არის 28%, იმათი არის 3%. არა, სინგაპურში ამას არანაირი რეფორმები არ დაჭირდება, უბრალოდ თავიდანვე კარგად დაიწყეს ამის დაგეგმვა. ანუ გაითვალისწინეს ძალიან სტრატად მიხვდნენ სინგაპურის მთავრობა, თქვა ბევრი მთავრობისაგან მსოფლიოში იმით განსხვავდება, რომ ისინი საკუთარ შეცდომებს ძალიან მალე აანალიზებდნენ და მერე ცდილობდნენ, რომ აღარ გაემეორებინათ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი ბევრ ქვეყანაზე. შეგვიძლია გავანალიზოთ ჩვენთან 28%. ჩვენთან რა იცოდეს ამ 28%-ს თუ კი აქ ინფრასტრუქტურა და ეს ტრანზაქციები არ იგულისხმება საერთოდ. კი ბატონო, უბრალოდ ჩვენი მთავრობა ჩემი აზრით ცდილობს, რომ როცა გეგმავს თავის ხარჯებს ცდილობს დაისგავსოს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს, წამყვან ქვეყნებს, ან მაღალშემოსავლიან ქვეყნებს, მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებს, რომ ისი შესაძლებლობები არსებობს. ანუ მაგალითად ახლა არ არის საჭირო ძალიან თუნდაც ხელგაშინდა თანხების ხარჯვა იმაზე, რომ რამდენიმე უახლესი მოდელის მანქანა ემსახურებოდეს ერთსა და იმავე მინისტრს სიტყვაზე. ანუ ბევრი რაღაცა არსებობს ისეთი, სადაც შეიძლება უფრო ეკონომიურად იქნეს ხარჯები გაწეული, მაგრამ ესეც რომ არა, ჩვენთან მაინც კეთილინება უფრო ნაკლებია, რომ იყოს მინიმალისტური მთავრობა. თავდაპირველ პრობლემა ჩემი აზრით ამაშია. არა, უბრალოდ ხარჯების სტრუქტურა მაინტერესებდა. არა, ხარჯების სტრუქტურა სამწუხაროდ არ ხარობს. ერთ მნიშვნელოვანი ხარჯი არის, რომ ეს არის დაახლოებით ჩვენი ბიუჯეტის 16% ეს არის ტრანსფერები ეკონომიკურ. რაც სინგაპურს არ გააჩნია. მათ შორის არ გააჩნია ბუნებრივი მიზეზების გამო, ვიდრე არ არის დიდი ქვეყანა, რომელიც რეგიონებისგან შედგება. ეს ერთი კომპონენტი. მეორე კომპონენტი ბატონო? არ შედის ამ სამთავრობო. ეს სამთავრობო არა, არ გააჩნია ის, ანუ არა, ლევანი კითხულობს სამთავრობო ადმინისტრირების არა, ის ყველა ქვეყანა, რომელიც ტრანსფერს ახორციელებს ცენტრალურ ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტების მიმართებით, ადგილობრივი ბიუჯეტები ამ ჩვენი თვალსაზრისით არ არსებობს. მეორე განსხვავება მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ შემთხვევაში შედის სოციალური ხარჯები, რომელიც სინგაპურის შემთხვევაში ბიუჯეტის განვითარების გადაჭრით, თუმცა ისინი არსებობენ, რომ თქვა, რომ ისინი არ არსებობენ, ეს არ შეგვიძლია. არსებობენ სხვა ხასიათი, ანუ წმინდა წლის საბიუჯეტო ხასიათი არ გააჩნია. და მესამე განსხვავება, რომ ძალიან პატარა მთავრობა ფიზიკურადაც მათ შორის. მაგალითად, თუ შეხვალ სინგაპურის ფინანსთა მინისტრის საიტზე და ყველას ვურჩევ, რომ ძალიან საინტერესო საკითხია. იქ ჩამოთვლილი არის მათ საერთო განრიგების ჯობის სამინისტროში და მათ შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი განსხვავება ხერხემლის, რომ
ფინანსების თუ შენის ორი ცენტრალიზებული დრაივერს რამდენი ხაცი მუშაობს და რა ხელფასებად ესეც წერია. ასე შემდეგ. თუმცა მეორე მხრივ ძალიან დიდი თანხებს უხდიან მინისტრებს. ანუ მინისტრების ხელფასი სადღაც მერყობს მილიონი და 4 მილიონი სინგაპურულ დოლარად. სამოდი თანხა. და გასხვავებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის ჩვენი თავდაცვის ხარჯები, რომლებიც პროცენტულად თანხმდებიან უფრო დიდია ვიდრე სინგაპურთან. სინგაპური წლების განმავლობაში ბადრისაც აქვს ეს მონაცემები, ხარჯავდა კლიენტში და პროდუქტის 5% სტაბილურად საფედრო ხარჯებზე. რომელიც პატარა არ აქვს, მისი ჯანმრთელობისთვისაც პატარა არ აქვს. საინტერესო აი აქ არის მაგალითად ეს ხარჯები ჩამონათვალი და დეტალურად შეგიძლიათ კიდაც ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს საიტზე ნახოთ, უბრალოდ კომენტარულად დეტალურად ამას ჩამოთვლილი, მაგრამ მეგობრებო, იმ სამთავრობო სტრუქტურებში ასეთი დიდი ხარჯების აუცილებლობა რითი გამიწვეული და დარწმუნებული ვარ ამის შემცირებაში. რეალურად ასე შემდეგ შეგიძლია თქვენ რა მისდევთ რომ თქვენ რა მისდევთ რომ გლობალურ ფინანსური კრიზისისგან ამდენად იზარავა თვითონ სინგაპურმა, იმიტომ თქვენ თქვით რომ შვეიცარიიდან გიგმა ბანკებმა გადაიტანა ან ამდენად მოიგო და ამას გარდა მაინტერესებს ამდენად მოუწიათ თვითონ ინფლაციის ტარგეტის შეცვლა. და რამდენად მოუწიათ მონეტარული პოლიტიკისადმი. არა, რეალურად მონეტარული პოლიტიკაში არ განხორციელებულა, მათი მონეტარული პოლიტიკა 80 წლიდან დაწყებული ნიშნავს გულისხმობს იმას, რომ ის მათი ვალუტა სინგაპურული დოლარი მიღებულია სავალუტო კალათაზე, ანუ ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის ვალუტების რაღაც შეწონილი მაჩვენებელი განსაზღვრავს სინგაპურული დოლარის კურსს და ეს პოლიტიკა იმდენად წარმატებული და სტაბილური იყო მთელი ამ ხანძრივი დროის განმავლობაში, რომ მისი რაღაც სერიოზული გადახედვა და გადასინჯვის აუცილებლობა არ ყოფილა. 97 წლებში მაგალითად ყველაზე უვნებლად გამოვიდა სინგაპური იმ კრიზისიდან, აზიის ფინანსური კრიზისიდან, რომელიც შემდეგ ბრაზილიასაც მოედო, რუსეთსაც მოედო და ასე შემდეგ. დაწყებული ტაილანდური ბანკის თავს რაც ხდებოდა, ფიქსირებული სავალუტო კურსის პოლიტიკის გამოწვეული. და ასევე დღესდღეობითაც სინგაპურს შეიძლება ითქვას, რომ სოფლიო ფინანსურმა კრიზისმა სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები დარტყმა მიაყენა, ის კი არა და 2010 წლის პროგნოზით რამდენადაც ვიცი, სადაც 8%-ის ეკონომიკის. მე აქამდე ვიცოდი, რომ 8%, მაგრამ როდესაც გახსოვდება და საფუძველი ამოსეჩი შევიტანო, იმიტომ რომ ბოლო დღეებში აღარ გადამოწმებია, შეიძლება რაღაც კორექტივებს დაეთურდება, პროგნოზები ყოველთვის დროთა განმავლობაში იცვლება ხოლმე, ვიდრე წელი არ დამთავრდა და საბოლოოდ დაჯერებული მაჩვენებელი არ იქნება. მოკლედ არა, გადამის პატარაულად მნიშვნელოვანია დავუმატოთ, რომ სინგაპურის ხელისუფლებას 96 წლიდან არ აქვს საგარეო სისტემა და უკვე ოფიციალია სინგაპურის ხელისუფლებას აქვს გლობალური დეფიციტი და აქვს პროფიციტი. პროფიციტი არაერთი ფისკალური წელი დაასრულა პროფიციტით. ესეც მქონდა. სიკოლოს ამაზე მდგომარეობაში არ გადამეჯო. ერთი კითხვა მაქვს. რა სიტყვით რა იყო ის რამდენიმე უკრიტიკულესი ფაქტორი, რამაც გამოიწვია სინგაპურის ეკონომიკის დაკრება, ისე როგორც დაიყო? ჩემი აზრით ეს ფაქტორები, რაც ჩამოთვალეთ, ეს ყველა იყო ერთნაირად თუ არა მეტნაკლებად უკრიტიკულესი, სწორედ ესენი შევარჩიეთ, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ალბათ ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი თავს შეიკავებს ამა თუ იმ ქვეყანაში თუ რეგიონში სერიოზული კაპიტალდაბანდებისგან, ვიდრე არ იქნება საკმარისად დარწმუნებული, რომ იქ საკუთრების უფლებები არის დაცული და გარანტირებული. და სინგაპურის მხრიდან ამის დემონსტრირება, როგორც ჩანს, მოკლე დროში წარმატებით განხორციელდა. კერძოდ, მაგალითად 1967 წელს, როცა ბრიტანელებმა გამოუცხადეს, რომ უახლოეს ხანში დატოვებდნენ მათი ჯარები სინგაპურის ტერიტორიას, ამან უბრალოდ იმდენად შეაშფოთა სინგაპურის ხელისუფლება, რომ
ყველანაირად ესე იგი ცდილობდა საერთაშორისო ინვესტორების დარწმუნებას, რომ ამ რეგიონში უსაფრთხოება იქნებოდა გარანტირებული და არავის ქონებას საფრთხე არ დაემუქრებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა მარტო სიტყვიერი დაპირება არ ყმარა, შემდეგ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეთანამშრომლად ბრიტანეთის ჯარების წარმომადგენლებთან, ანუ იქ არ იყო ისეთი დამოკიდებულება, როგორც ჩვენი და რუსეთის სამხედროებს შორის. Პირიქით სინგაპურის ხელისუფლებას უნდა რაც შეიძლება დიდხანს დაეტოვებინა რაღაცის სტაბილურობის და ქონების ხელშეუვალობის ერთგვარი გარანტიც მიაჩნდა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ 20% მათი მოხმარება სინგაპურის კლიანში და პროდუქტის წილი იყო. და ამის შემდეგ მათ დაიწყეს სისტემატური მოლაპარაკებების წარმოება, რომ რაღაც ობიექტი, რომელიც გათავისუფლდებოდა ბრიტანელების მხრიდან, გაიყიდათ აუქციონის წესს, გადმოეცათ მათ განკარგულებაში და გაიყიდათ. ამის შემდეგ მათ რეალ გამოაცხადეს, რომ ესე იგი უკვე ის საგადასახადო შეღავათები რაც კი ეს არანაკლებ გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ბუნებრივია, რაც აუდა სტაბილური გარემო დაანახო, თუ არ არის არანაირი ვიზიბილობა წმინდა ეკონომიკური სტიმულების მხრივ, მაინც თავს შეიკავოს ინვესტორები. ბრიტანელების გასტუმრების შემდეგ, რაც სინამდვილეში სწორ დროში გაიწელა და 1971 წელს გავიდნენ, მოხდა ისე, რომ იქ მაინც დარჩნენ სიმბოლურად აღდგენილი მცირე ნაწილები ბრიტანული თანამეგობრობისა, ეს იყო ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ამას შედიოდა მალაიზიაც, თვითონ სინგაპური და დიდი ბრიტანეთი და მათ მიიღეს კოლექტიური უსაფრთხოების რაღაც ხელშეკრულება, რომელიც ამბობდა, რომ ნებისმიერ წევრზე თავდასხმა გამოიწვევდა დაუყოვნებლივ კონსულტაციებს და ამას ახლა რა მოყვებოდა, ყოველ შემთხვევაში ეს ერთგვარი დამატებითი ფაქტორი იყო რეგიონის დესტაბილიზაციის მოსულნათათვის. ანუ ამასაც ჰქონდა ესე იგი ბუნებრივია. გარე საფრთხეება და საქართველოს შევადარეთ. ჩემი აზრით ამდენჯერმე ნაკლები იყო სინგაპურში მთელი ჯამური საფრთხეები რომ განვიხილოთ ინდონეზიიდან თუ მალაიზიიდან თუ სადღაც რომელიღაც რაღაც მითიური საფრთხეები რომ ყველაფერი დავაჯამოთ რის წინაშეც სინგაპური იდგა იმ პერიოდში და რის წინაშეც ჩვენ ვიდექით ამ წლების განმავლობაში. ანუ ამ მხრივ იქ გაცილებით უფრო ნაკლები საშუალებას ხედავდნენ უცხოელი ინვესტორები. ანუ მოსალოდნელმა სტაბილურობამ და კიდევ მეორე საკუთრების ხელშეუვალობა ჩვენგან განსხვავებით ძალიან მალე დაინახეს სინგაპურელებმა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი და ეხლა მაშინ ეს საერთაშორისო რეიტინგები ასეთი არ იწარმოებოდა, ეს რომ გაჩვენეთ წევა, რომ სინგაპურისგან განსხვავებით ჩვენ 113 ადგილზე ვართ მეთქი, ეს რეიტინგები იქნება სულ რამდენიმე წელია, მაგრამ მაშინ დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე ძალიან განსაკუთრებულად ამახვილებდნენ ყურადღებას სინგაპურის ხელისუფლება, იმიტომ რომ არც ერთი პრეცედენტი, რაც მე მასალები მინახავს სინგაპურის იმდროინდელ ეკონომიკასთან დაკავშირებით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ რომელიმე უცხოელი ინვესტორი განაცხადებული გაქცეულიყო სინგაპურთან იმ მოტივით, რომ იქ მის ქონებას რაღაც საფრთხე დაემუქრა. მგონი ეს გასათვალისწინებელია ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ 113 ადგილზე არ ვიყოთ რეიტინგში, ეს რადგანაც ალბათ დააფრთხოს ბევრს. არა, ერთი მინუტი გიხადეთ, რომ კითხვა არაკეთებს ეკონომიკის დამყარება, ეგეთ რაღაც არ არსებობს ბუნებაში. ეკონომიკის არ გააჩნია ესეთი ინერციულობა, რომ დაიქოფოს და მე თავისი დიაროს. ერთი შეცდომა ეკონომიკა იგებს, ერთი გარკვეულება ეკონომიკა იზრდება. ზოგ ეკონომიკის დაყოფა არის ეგეთი ჰიპოთეზა, რომ ეკონომიკა დაიქოფოს და მე თავისი ძალა, ეგეთ რაღაც არ არსებობს. ეს არის ინერციული მანქანა. ძალიან თქო. თუმცა ალბათ აქ თუმცა იმ მიზეზების გარდა თქვენ რაც ბრძანეთ, ალბათ კიდევ მნიშვნელოვანი იქნება ის კონფლიქტი, შეიარაღებული კონფლიქტი, რაც საქართველოში მოხდა. და შესაბამისად ინვესტიციების კანონზომიერების მიხედვით ინვესტორები როგორც წესი ეკდებიან ძირითადად პოსტკონფლიქტურ სახელმწიფოებში ინვესტირებას. ეს იგივე სტაბილურობის ხადია, მაგრამ არ მხოლოდ მთავრობის წარმატებობა შეიძლება ამის ერთადერთი მიზეზად იქნეს დასახელებული, არამედ უბრალოდ კანონზომიერება, რომ პოსტკონფლიქტური რეგიონი როგორც წესი არ არის მიზიდვარი. ჩემი კითხვა ამ შემთხვევაში მინდა დავსვა სრულიად სხვა სფეროდან ეს გადასახადებს ეხება, როგორ დაასახასიათებდით საგადასახადო სისტემას, ანუ რას ნიშნავს მათი გაგებით დაბალი გადასახადები, რა რაოდენობის გადასახადია, თუ თქვენ ეს ცხადია გაქვთ პრეზენტაციაში.
მათი მაგოთ შეკითხვის მათი გადასახადებია ჩვენი გადასახადებითაც ეს გადასახადები იყო იმდენად დაბალი რომ საკმარისი აღმოჩნდა ბიზნესის განვითარებისთვის უკვე ეს თავისთავად საკმარისი არგუმენტია, მაგრამ კონკრეტულად რიცხვებით თუ აინტერესებს, გეტყვით რომ მაგალითად საშემოსავლო გადასახადის ზღურული განაკვეთი თავდაპირველად დამოუკიდებლობის საწყის წლებში ზღურული განაკვეთი ტერმინოლოგია, ციტატა ყველაზე მაღალი კატეგორია შემოსავლისა იბეგრებოდა 55%-ით და თანდათანობით ეს ძალიან სწრაფად ჩამოწიეს ზღურული განაკვეთზე ის საუბარი 30%-ამდე თუ სწორად მახსოვს და რაც შეეხება ქვედა განაკვეთს, ანუ ყველაზე დაბალ ნაწილს ამ პროგრესულ სისტემაში იყო დაახლოებით 25% და ეს ჩამოწიეს 5%-ამდე თუ არ ვცდები. ანუ ზუსტად გამოვიდა პროცესს. DGG-ს მაგიერი მოქმედებს კაპიტალის გადასახადი ანალოგი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ეს ხო ჩამოწიეს სადღაც 12%-ამდე იყო ორნახევარჯერ მეტი თავდაპირველ ეტაპზე. ანუ ეს კურსი როცა იყო გამოცხადებული, იყო დროთა განმავლობაში მოხდებოდა თანდათანობით შემცირება და ხელისუფლების რეპუტაციაში, როცა რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად ხედავენ, რომ ისინი რასაც ამბობენ, აკეთებენ კიდევაც, კიდევ ეს მოლოდინი უკვე თავისთავად პოზიტიურად განაცხობს ინვესტორებს. საგადასახადო წრეები, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12-13%-ის მარჟებში. საგადასახადო წრეები. მრავალი წლის განმავლობაში. ამ ძალიან მცირე. და რაც შეეხება თქვენი კომენტარის პირველ ნაწილს, რა თქმა უნდა გეთანხმებით, ამაში სწორედ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენს წინაშე მდგომი საფრთხეები რამდენჯერმე აღემატებოდა მათ წინაშე ჩამოყალიბ საფრთხეებს, ასე ჩამოყალიბ საფრთხეებს დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე. ამის ერთ-ერთი გამოვლენა სწორედ ის იყო, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია 2008 წელს, თუმცა ის რაც ჩვენი კონტროლის მიღმა და შეგვიძლია რაღაც შევცვალოთ, რაც უნდა დამხმარე პოლიტიკა გავატაროთ, თავშოთ, გასწრაფოს სხვადასხვის მიხედავად. ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ამას და ისი გაუმჯობესებაც შეიძლება. იგი მაგალითად რაც თქვენ საუბრობთ, თქვათ, უბრალოდ მე რაც თქვი, რომ საკუთრების უფლების დაცვის მხრივ ჩვენ არ ვართ საფრანგეთის სიმაღლეზე და გაუმჯობესებას საჩქაროა და საგანგაშოა, იმ რეიტინგში შეიძლება ცოტა მეტსონაც მეჩვენებოდეს, რომ ცოტა არ იყოს ზედმეტად მკაცრად შეფასებით მოვაქციეს იმ ბოლო კვინტილში, მეხუთედში, ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს შორის, მაგრამ ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ რადგანაც იქ ვართ, ესე იგი თლად კარგად ვერ გქონია ამ სკოლაში საფრთხე. მოგესალმებით, მადლობას მოგხსენებთ ესეთი ინფორმატიული პრეზენტაციისთვის. თქვენ ახსენეთ აქ, რომ თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვანია განსხვავება საქართველოსა და სინგაპურს შორის თავდაცვის ხარჯების მიხედვით და რამდენად ეფექტიანი იქნება სინგაპურის მაგალითის აღება ჩვენი სახელმწიფოსათვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი კონფლიქტური ტერიტორიები. აი მაგალითად სახელმწიფო ხარჯების მინიმალურ დონემდე დაყვანა კი ეფექტური, მაგრამ ანუ სამხედრო თავდაცვის კუთხით რამდენად ეფექტური იქნება სინგაპურის მაგალითი. ანუ ყველა მაჩვენებას ვერ ავიღებთ გონი მაგალითად. უბრალოდ ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურმა სერიოზული თანხების ჩადება თავიდანვე, როგორც კი გაიგო, რომ ბრიტანული ჯარები დატოვებდნენ მის ტერიტორიას ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცების მიზნით, თავიდანვე დაიწყო სერიოზული და მაღალტექნოლოგიური არმიის ჩამოყალიბება და ზღუმა და სოლიდური ხარჯების გაწევა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მაინც და მაინც დიდი იმედის მომცემი გამოსავალი არ იქნება, ანუ კი შეიძლება ჩვენ მივახციოთ ოდესღაც იმასაც კი, რომ სარაკეტო თავდაცვის სისტემები საკუთარი შევქმნათ, როგორც ისრაელს აქვს თუნდაც და ამაზე კიდევ ორჯერ მეტი თანხა დავხარჯოთ, მაგრამ გამეთანხმებით, რომ საფრთხეები რაც არაერთხელ ხაზგასმით თქვით, რომ გაცილებით მეტია საქართველოს წინაშე, მომდინარე იმერთი მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან და როგორც თავდაცვის სისტემების არ უნდა შევქმნათ ჩვენ თუ პედისანაბარად ვიქნებით მიტოვებული და რაღაც თქვა საბაბი ექნებათ, რომ კიდევ შემოვიდნენ რეალურად ერთადერთი რაც შეგვიძლია დისკომფორტი შევქმნათ ცოტა დიდხანს, მაგრამ სხვა მეტი უკეთესი შედეგი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ მეტი გზა რას ვრჩებით ამ
თვალსაზრისით საერთაშორისო ხარდაჭერის იმედად და აქედან გამომდინარე მაინც მგონია რომ ეფექტიანი და შედარებით რა თქმა უნდა ახლა ნულამდე დაყვანას არ ვამბობ, მაგრამ რაღაც ოქროს შუალების გამოძებნა ამ სფეროში საჭიროა და ეს ნამდვილად მოხერხდება და ჩაჯდება მინიმალური ბიუჯეტის გეგმაში. გასვათ ერთი კითხვა მაქვს. იმ დროისაც როცა სინგაპური დამოუკიდებელი გახდა, მოსახლეობის სტრუქტურა როგორი იყო, ანუ ეს არის განათლება, ვთქვათ, ასაკი, რამდენად მზად იყო და იგივე ვთქვათ შედარება თუ შეიძლება საქართველოსთან ეს ერთი კითხვა, მეორე. თქვენ ძალიან რომ პრაქტიკულად არ არსებობს სოციალური დახმარების სისტემა. შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტში რეალურად ნახელა არის ეგრეთ წოდებული საფინანსო მომსახურების ოდენობა. მადლობა რადიო. ესე იგი, პირველ კითხვას რაც შეეხება ძირითადად მოსახლეობის ეთნიკურ სტრუქტურაზე თავი მათხვი და რაც შეეხება მათ კვალიფიკაციას, ძირითადად იყვნენ ჩინეთიდან ემიგრირებული სხვადასხვა პერიოდში მრავალი ესეთი მუშაკელი, რომელიც მუშაობდა თქვათ გემებიდან გადმოფიქრ თავად ან დაბაკვალიფიციური მუშახელი იყო უმეტესად, მაგრამ იყო შედარებით მცირე პროცენტი მაინც განათლებული ბუნებრივი მოსახლეობაც, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ბრიტანული იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში რამდენიმე საკმაოდ კარგი კოლეჯი. მაგალითად ერთ-ერთი იყო 30 წლებში შექმნილი რამსის სახელობის კოლეჯი, სადაც საკმაოდ მაღალი დონის ალბათ შედარება გამიჭირდება, იმიტომ რომ ამაზე სპეციალურად მასალები არ მინახავს, მაგრამ შედარებადი იყო იქმნებული განათლება ბრიტანულ განათლებასთან. თვითონ სინგაპურის ხელისუფლებაში მრავლად იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ განათლება კემბრიჯში მიღებული, იგივე სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ, რომელიც 31 წლის მანძილზე იყო პრემიერ-მინისტრი 1991 წლამდე დამოუკიდებლობის საწყის ეტაპიდან დაწყებული. რის გამოც სინგაპურის ავტორიტარებში სადანაშაულებრივი მოყოლი, თუმცა ის არჩევნების გზით ხდებოდა ყოველთვის. ამ პარლამენტის რჩევები მე ის ამტკიცებს წარადგენს სოციალური სისტემა, მოკლედ და ის არ აღებდა დემოკრატიულად მიღებულ კანონებს. და მოკლედ თავიდან მაინც სინგაპურმა იმედები გაამყარა ისეთ მულტინაციონალურ კორპორაციებზე, რომლებიც შედარებით ამ დაბაკვალიფიციური მუშახებით დაინტერესდებოდნენ და კერძოდ ახლა როგორც კი საგადასახადო სტიმულები ამოქმედა, პირველი შემოვიდა ერთ-ერთი პირველი ნახევარკაპტარების წარმოებელი მულტინაციონალური კომპანია ამერიკული, შემდეგ ამას მოყვა ჰიულეტ პაკარდი, ჯენერალ ელექტრიკი და მაგალითად 75 წლამდე სინგაპური მაინც სატარიფო ბარიერებს შედარებით მცირეს რეგიონში, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა ელექტრომოწყობილობის წარმოებაზე იმ მიზნით, რომ ამ დარგში მომუშავე ადამიანების ინტერესების დაცვა. ესე მთლად ვერ შეელიდნენ იმ ბარიერებს, მაგრამ 75 წლიდან საერთოდ გაანადგა შემდეგ ეს ყველაფერი. კიდევ რაღაც კითხვაც აქვს. თუ არა ბატონო, თქვენ თქვით, რომ თავიდანვე სწორად დაიგეგმა ხარჯები, ანუ რეალურად არ დასჭირდებოდა, როდესაც სამთავრობო ადმინისტრაციის ხარჯებზე საუბრობდით და რა იგულისხმება ამ სწორად დაგეგმაში და შეიძლება თუ არა რომ ამ კუთხით ვისწავლოთ რაიმე, ანუ სწორად როგორ დაიგეგმა. ხო, ეს უბრალოდ შეიძლება ცოტა აუგებრად თქვი, მაგრამ ამაში გულისხმობ იმას, რომ მთავრობა ცდილობდა ყოველი ასე ვთქვათ ფულის ერთეულის არა გამფლანგონურად დახარჯვას. რა თქმა უნდა, ეს ცოტა ისეთი გაზვიადებული ნათქვამი იყოს, იმიტომ რომ არ არსებობს მსოფლიოში მთავრობა, რომელიც რაღაცას არ გაფლანგავს. თავისთავად, როცა მთავრობაზეა ლაპარაკი, რაც არ უნდა კარგი ეს ეპიტეტები შევუყვოთ, ის სამწიფოა იმისთვის, რომ რაღაცა არაეფექტიანად დახარჯოს. სწორედ ამიტომაც არის დიდი ხარჯები, თავისთავად ცუდი,
რომ ეს როგორც ზიარჭურჭელი, ესე იგი ერთგან ზრდით, მეორეგან მცირდება, ანუ სივრცე მცირდება გულის ხარჯს და კერძო სექტორში. ანუ შეძლებს დაგვარად, ესე იგი მინიმალისტური ბიუჯეტის პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ისინი ცდილობდნენ ყოფილიყვნენ უფრო მომჭირნეები, უფრო ეფექტიანები, ნაკლებად ბიუროკრატიულები, ეს ძნელია, რა თქმა უნდა. ხშირად მთავრობის წარმომადგენლებს ეს ალბათ ისე ესმით, რომ ჩემს საკუთარ ინტოს ხო არ მოჭერ, რომელზეც ზივარენ, რაღაც ესეთი ალბათ. არა, ეს ხშირად ძალიან ანუ სინგაპურის მთავრობა ყოველთვის მდგომარეობაში, როდესაც იყო მოგვითხრა შეზღუდვა საწარმოებად, საკუთარ ტოტს ჭრიდა, რომელიც იწვია, ამცირებდა საკუთარ შეზღუდვებს. მაგალითად, აი კანონის უზრუნველყოფაზე სინგაპური გამოვიდა პრეზიდენტის იმპერიის შემადგენლობიდან, მაგრამ კიდევ თითქმის 30 წელი, ნებაყოფლობით ინარჩუნებდა ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოს იურისდიქციას თავის ტერიტორიაზე. ანუ ბრიტანეთის, ანუ ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილების, სინგაპურის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, მისი დამოუკიდებლობის პირველი 30-38 ხლა მოსულს წელს განმავლობაში შესაძლებელი იყო ლონდონში. ეს გასაგებია, რომ ფორმალურად მათ სუვერენიტეტს უდავდა, მაგრამ რეალურად მათ ისინი ამ ნაბიჯზე წავიდნენ, მათ ესმოდათ, რომ ახლად შექმნილი სახელმწიფო სასამართლო სისტემას ეგრევე რომ ხალხი ენდოს, ხო რაღაც სკვლელი მულტინაციონალური კორპორაცია, რომელიც შეიძლება მილიარდობით დოლარი ჩადოს ბიზნესში. ამის ალბათობა ნაკლებია, ამიტომ გადაწყვეტეს, რომ შეინარჩუნებიათ ეს კოლონიური რეჟიმის რელიქტი. და ბატონი კახას ნათქვამს დავამატებდი, რომ ჩემი ცნობების მიუხედავად, რომ ჩვენ რომ გამეთები ეგრე გამიგია ეს სისტემა ცოტა გამიჭირდა, გულახდილად გეტყვით, ეს ბრიტანული სასამართლოს მოდელი ცოტა აიყოფა საფუძვლიანი შესწავლა საჭიროებს და სპეციალისტებთან ჰქონდა საუბარი, მაგრამ არ აღნიშნა როგორც საკმარისი კარგად გავყოლიყავი, მაგრამ რამდენიმე ფაქტი მინდა მოვიყვანო სინგაპურის პრაქტიკიდან და უკმაყოფილოები რაღაც ადგილობრივი სასამართლოს დასკვნებით წავიდნენ საჩივრად ლონდონში და იქ როგორც აღმოაჩინეს, რომ არ ვიცოდი მანამდე, ყოფილა სხვადასხვა განშტოებები, private council ან საიდუმლო საბჭოს სახელით თარგმნება ქართულად, მაგრამ ამასაც როგორც უმაღლესი გამსაჩივრებელი ორგანო, ესე დატვირთვა ჰქონია და კიდევ ცალკე თქვათ დედოფლის სასამართლო როგორც ჩანს, ეს ჩემთვის ცალკე შესწავლის საგანმანათლებლო, იმიტომ რომ კარგად არ ვარ გარკვეული ამაში ამ ეტაპზე, უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ სინგაპურის პრემიერმა გაასაჩივრა, იმიტომ რომ ადგილობრივ სასამართლოებში გაამხულეს იგი რაღაც ბრალდებაში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, კონკრეტულად არ მახსენდება რა მიზეზით, მაგრამ მანჩილა ბრიტანულ სასამართლოში, private council-ში და მოიგო ეს სასამართლო პროცესი, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა ინდონეზიელ ტერორისტებს, რომლებიც დაიჭირეს სინგაპურის ტერიტორიაზე, რაც აფეთქებების მოწყობის გამო, სადაც რამდენიმე სინგაპურელი მსხვერპლეს, ეს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს ამ ინდონეზიელებს და ინდონეზიის მთავრობა სუხარტოს რეჟიმმა გააპროტესტა იგივე ინგლისში და ლონდონის ერთ-ერთი ასეთმა სასამართლომ გამოიტანა ინდონეზიელების მიმიც გაასაჩივრა მათი გამამტყუნებელი განაჩენები. ანუ ასეთი პრეცედენტები სავარაუდოდ იყო აგრეთვე სხვადასხვა სფეროებშიც და ეს თავისთავად იყო იმაზე მეტყველებს, რომ ერთგვარი მექანიზმი არსებობდა, რომლის მეშვეობითაც სუბიექტებს ექნებოდა სამართლის პოვნის უფრო მეტი იმედი, ვიდრე იქ, სადაც ასეთი შესაძლებლობა არ არსებობდა. ორი პატარა კითხვა. ზოგადად კიდევ ერთხელ გამიმოვოთ, რომ სინგაპურის ხელისუფლების არანაირი გეგმა არ ქონია. ხო? სინგაპურის ხელისუფლებაში ეხლაც და მაშინაც სათავეში არის სოციალისტური პარტია. ლი კუან იუ, აი 31 წლიანი პრემიერ-მინისტრი არის და იყო სოციალისტური ინტერნაციონალის საერთაშორისო სოციალისტური ინტერნაციონალის საბჭოს წევრი. ხო? და აი ესე მოვიდა ხელისუფლებაში და კაცი მარქსი ხულობდა და ლენინს. ხო, უბრალოდ ისე როგორც მაშინ ტაივანშიც ეს მოხდა. სადაც თქვათ ყოფილი კომუნისტი იყო ქვეყნის პრეზიდენტი. არა, არაფერი ასეთი არ მოხდა. უბრალოდ თანდათან მიხვდნენ, რომ ეს გზა არის ჩიხისკენ გზა. ხო?
ამიტომ ლიკუანი ხელისუფლებაში მოვიდა პროკავშირების და ორგანიზებული კრიმინალიტეტის მხარდაჭერით. პროკავშირების ერთ-ერთი აქტივისტი. პროკავშირების ერთ-ერთი აქტივისტი. არა, მაგრამ კიდევ განსხვავებას ჩავთვალოთ ერთად. მე ეს ხალხი მოიწვია ბანკეთზე, ხელისუფლების აღებასთან დაკავშირებით გემზე, გემი გამოვიდა ზღვაში და ჩაიძინა. ცივის ხალხა გეორგი ამის შემდეგ ასე ვთქვათ, ეს პრობლემა სინგაპურს მოეხსნა. ხო, გარდა ამისა, მე მივხვდა რომ კომუნისტები არიან ძალიან ნაკლები, ამიტომ თუ მალაზიიდან ვიღაც კომუნისტი შემოდიოდა, აკრიტაზე ჩადერებდნენ, ეგრევე იჭერდნენ და კლავდნენ. საერთოდ რო ვთქვათ, რომ ახლა სინგაპური, ანუ შეიძლება ბევრ ჩვენგანს არ შეეუნებოდა სინგაპურის ცხოვრება, რომელიც ქვეყანაში აღზრდილი არის სახეთი ბენზინი. ამაზე არის დაჟა. თუ საზოგადოებრივ ტუალეტში ვინმე არ ჩამოუშვებს წყალს, ამაზე არის $500 ჯარიმა. და რა თქმა უნდა, ამის ადმინისტრირება ხდება. მთავრობისა ეს ხდება, რომ საჯარო ტუალეტებში თავის სინგაპურში არის განსხვავებული იმ ხალხის სისტემა. სამიწიების გადამდებისთვის შეიძლება როზგები გამომუშავება. გარდა ამისა, ფიზიკური დაჟა არსებობს, მაგალითად განაგვიანებისათვის. როზგები ცნობილი მაგალითია კლინტონის დროს, ასე რომ 97 წელს მოხდა ეს ამბავი. ერთმა ამერიკელმა სტუდენტმა ეს ქვია, მოწაფე 16 წლის ბიჭი იყო, აეროზოლით რაღაც დააწერა კედელს. I love you ICDC რაღაცა. ხოდა რაზეც მას მიუსაჯეს ცემა. ემშჯერ ბამბუქის ჯოხის დარტყმა. რაზეც ამერიკაში ერთი ამბავი რომ ეს ბავშვი ამჟამად დაიღუპება, იმიტომ რომ მას მისი self-esteem დაეცემოდა, მას აღარ ეკნებოდა ადამიანის კაცობრიობის იმედი რაღაცა და კლინტონმა თვითონ მიწერა წერილი ლიკუანიუს, რომელიც მაშინ მინისტრი აღარ იყო, საპატიო მინისტრი მენტორი იყო, მინისტრი მასწავლებელი იყო, კაბინეტის წევრი და ლიკუანი უთხრა რომ რა ვქნათ, სასამართლოებს გამოუტანა განაჩენიო და ვერაფერს ვერ უზრუნველყო და გალახეს ეს ბავშვი და გამოუშვეს იმედი. ერთი პატარა კითხვა მქონდა. ბიზნეს გარემო ჩვენთან კარგი არის. საკუთრების დაცვის ამბავსაც მოივლება, ანუ 113 რომელზეც ვართ, იმაზე არ ავიქნები. კიდევ რა გჭირდება რომ გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის ინვესტიციები და რაღაცები არ წავიდეს სინგაპურში, ჩინეთში და არამედ წამოვიდეს აქ. გადასახადების მიღება დაწევა შეიძლება. გადასახადების დაწევა არის ორი. ანუ ეს ამბავი უშუალოდ გადასახადების დაწევა. მე რეალურად აღარ საკუთრების სკოლაში ყველაზე ფული პრობლემა არის რეალურად იმ მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ 113 და როგორია ავიდეთ. დიდი მადლობა ლექსიისთვის. მე არ მოტივის საკუთრების უფლებების დაცვა ჩვენთან ეშველება ავიღოთ და მაინტერესებს ეგეთი რამე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა შევცვალოთ ჩვენ აქ, რომ საკუთრების დაცვის თვალსაზრისით სინგაპურს დავემსგავსოთ მაინც. გასაგებია რომ რუსეთს ვერ დავუყურავთ და ვერ გადავიტანთ, მაგრამ ამის გარდა რუსეთი არაფერია როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთრების დაცვაზეა საუბარი. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ჩვენი ხელისუფლების კეთილმოძია დამოკიდებული. ალბათ ჩვენს უბრალოდ კატეგორიული მოთხოვნებზე და აქტიურობაზე, რომ ამ ხრივ გამოსწორდეს მდგომარეობა. გარდა ნეგატიური ტენდენციების, რომელიც შეინიშნება უშკართან სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, რა პოზიტიურ ასპექტებს გამოვყოთ. ან მაგალითად, არაფერი არის ცუდი თავისუფალი ეკონომიკური ზონების გამოყოფაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთია, კიდე ასე ვთქვით, ან რა არის დადებითი დღესდღეობით რა არსებობს. რაც შესაძლოა მომავალში ან ჩვენ გვათქმევიოს, რომ ჩვენ გვინდა ყოფილიყავით სინგაპური და ვართ ან გვევართ. ჩვენ ვიწყებთ ის გვინდოქოთ, მაგრამ ის ვერ გავიგეთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან დაკავშირებით, მეც არ ვთქვი, არ მოგეწონებს თუ უბრალოდ ეს აქტივიტეტი ერთ-ერთი აქტივიტეტი რაც ახსნო.
თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. ანუ ერთ-ერთი კიდე რა არის, დადებითი დღესდღეობის საქართველოს რეიტინგული მაჩვენებლები იგივე ბიზნესის კეთების სინიორის თვალსაზრისით მე-12 ადგილზე ვარ. ის რომ უკანასკნელი 5 წლის შედეგებით საუკეთესო რეფორმატორი ვართ, თუ თქვენ შეეჭვს იწვევს, პიარჩინში ეს არის ეჭვს, მაგრამ რაც თქვათ სასურველად მიმაჩნია გაუმჯობესდეს ეს უკვე თქვი, ანუ საკუთრების უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ეს სოფლიო მრავალმხრივი კატეგორიების შედგება და ბევრი გამოსხება, ამ გასაუმჯობესებელი ნამდვილად არის ამ თუ ბევრი რამ, მაგრამ ის რაც გაკეთდა, მე ნამდვილად არ ვარ იმის მოპოვება ეს უარყოფს. ერთ-ერთი გრაფიკი რომ მქონდა სახელმწიფო ხარჯების და ეკონომიკური ზრდის. იქ არ იყო და მაინტერესებს თუ გაქვს რაიმე მონაცემები 25% ქვემოთ თუ არის სახელმწიფო აი ამ გრაფიკის ხულის 25%-ზე ნაკლები თუ არის, სიტყვაზე თქვა 20-ზე ნაკლები თუ არის, 15-ზე ნაკლები თუ არის, აი ეკონომიკური ზრდას მხოლოდ რამხელას ნიშნავს. არა, სამწუხაროდ ასეთი მონაცემები მხოლოდ აფრიკის 1-2 ქვეყანა შეიძლება იყოს, რომლებსაც რეალურად თავობა არ აქვს. ანუ ეთიოპია, სომალი და აქ როგორია OECD-ს ქვეყნები. აგრეგატული განვითარებული ქვეყნები სპეციალურად, იმიტომ რომ არის ქვეყნები საგადასახადო სისტემა უბრალოდ არ არსებობს. სამხრეთ სუდანში ალბათ არ არის, მაგრამ ანუ აღებულია ქვეყნები, რომელსაც გადასახადების დანიშნულება შეგრება აგრეთვე შეუძლია, მაგრამ ამას არ აკეთებენ. აი ამ ქვემო კვინტილში, არის რეალურად 5 ქვეყანა. პროდუქტები. ეს თუ პატარა ზემოთი. არა, საჩხარეზდები, აი აქ ბევრი ქვეყანა აქვს. აქ 5 ქვეყანა ხოლო. ანუ ეს არის ქვეყნები, სადაც 25 წლის განმავლობაში იყო მაგალითად ეკონომიკური ზრდა და ესე დაკრა. ეს არის ტაივანი, სინგაპური, ჰონკონგი, სამხრეთ კორეა და მალაზია. მალაზია არის ბოლოში, იქ საგადასახადო იყო 25%-ზე ცოტა ნაკლები იყო და ამიტომ ყველაზე ყველა გაიზარდა, თუმცა საწყისმრევლად იგივე ხონდა როგორც სინგაპურში. აი თქვა იგივე სინგაპურის 15%-ზე ნაკლები არ იყო საგადასახადო თვით. არა, შეგვიძლია შეადოთ სინგაპური და მალაზია მისათვის, ხო? მალაზია არის ქვეყანა, რომელიც მდიდარია მოდერნული რესურსებით. საწყისი პირობა იყო, საწყისი სიტუაცია იყო დაახლოებით ერთნაირი, რომ სინგაპური ცოტა უფრო მდიდარი იყო. დღეს სინგაპურის კლიანტში და პროდუქტი ერთ მოსახლეზე არის $50,000, მალაზიის არის $12,500. კიდევ უფრო კარგი მაგალითი გეტყვით, მაგალითად იამაიკა, რომელიც 1969 წლიდან არის დამოუკიდებელი, აი იმ დროს ზუსტად იგივე მონაცემები ჰქონდა რაც სინგაპურს თავის დამოუკიდებლობის პირველ ეტაპზე, მაგრამ და რესურსებით გაცილებით მდიდარი, თუმცა მოსახლეობის ტერიტორიით დაახლოებით შედარებადი სინგაპურთან, უფრო ვიდრე მალაიზია მაგალითად, მაგრამ ფაქტია, რომ იმის გამო, რომ მათ გარკვეული კურსი მკაფიოდ ჩამოყალიბებული მინიმალური სამთავრობო ხარჯებისკენ აღებული, ვთქვათ, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმისკენ კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც არ მიხსენებია სინგაპურთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა, ის ვახსენებთ საერთაშორისო ბანკროტობის რეიტინგში, მაგრამ დეტალურად როგორი მეთოდებით ებრძოდნენ ეს თემაა საინტერესო. ასე რომ ნებისმიერი შედარებითი ანალიზი ასეთ ქვეყნებთან აშკარად ცხადყოფს თქვათ უღარიბეს ქვეყნები, სადაც თავობა ზოგადად არ ფუნქციონირებს, ეს ერთია, მაგრამ ხო არა low middle income countries ან middle income სოფლიო ბანკის კატეგორიებში სიტყვაზე ბევრ სხვა ქვეყანას აქვს 20%-ზე ნაკლები რამდენადაც. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 20%-ზე ნაკლები აქვს შემოსავლები, 20%-ზე ნაკლები აქვს საგადასახადო წნეხი. არა, ეს დიდი განსხვავება, იმიტომ რომ საქართველოში მაგალითად საგადასახადო წნეხი იყო 45% კლინჩ პროდუქტისა. 96 წელს ამ 45%-იანი საგადასახადო წნეხიდან შეიძლება 4% კლინჩ პროდუქტის მხოლოდ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წნეხი ფორმალურად რამხელადი არა მარტო, არამედ მისი განაწილის შეკრება ხდება, იმიტომ რომ 40%-იანი საგადასახადო წნეხი ეს ანუ კარგი მაგალითია ჩვენი ისტორია, რომ 2020 წლიდან 2020 წლამდე გადასვლის დროს საგადასახადო წნეხი შემცირდა მშპ-ს 15%-ით და შემოსავლები ბიუჯეტის გაიზარდა მშპ-ს 5%. იმის გამო რომ იმ წნეხის პირობებში ადმინისტრირება საერთოდ ვერ ხდებოდა. ანუ აი ყველა ქვეყანას ქვეყნების უმრავლესობას აქვს საკმაოდ მაგარი საგადასახადო წნეხი low middle income country-დან.
უბრალოდ ისინი შეგროვებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ეს ქაღალდზე რჩება. ამიტომ უნდა შევადაროთ ჩვენ პროგრამები, რომლებიც ადმინისტრირებას ახდენენ ერთმანეთთან. კონდეს არის შედარება, იმიტომ რომ ყირგიზეთს აქვს ჩვენზე დაბალი მთლიანში და პროდუქტი ერთ მოსახლეზე. აქვს ჩვენზე მეტი გადასახადები და აქვს ჩვენზე პატარა ბიუჯეტი. უკრაინა, ძალიან კარგი მაგალითია, ორი კვირის წინ სამი კვირის წინ უკრაინაში. უკრაინას აქვს დაახლოებით ისეთი მთლიანში და პროდუქტი ერთ მოსახლეზე როგორც ჩვენ, შეიძლება ცოტათი უფრო მაგარი, აი როგორ დათვლი მაგალითად. უკრაინას ჩვენზე ბევრად უფრო მაგარი გადასახადები, უკრაინას აქვს ჩვენზე ცოტათი პატარა ბიუჯეტი ერთსულ მოსახლეზე. ჩვენი ბიუჯეტი უფრო დიდია. ისინი მაგარი გადასახადების პირობებში ვერ აკეთებენ მის ადმინისტრირებას. ჩვენთან ადმინისტრირება უფრო კარგია მხრივ, თუმცა ზედმეტად ჭარბია ხანდახან, ადმინისტრაციის გასავალად უნდა ვთქვა. ჭარბია და აგრესიულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ამიტომ არის OECD-ის პროგრამა, რომელსაც საგადასახადო პროექტის რეალიზაციის ადმინისტრირების პრობლემა არ გააჩნია ესენი არის შედარება. ეს გამოვაკლებ ბატონის შეკითხვასთან დაკავშირებით, ძალიან გამარტივებულად რო წარმოვიდგინოთ, თქვა საქართველოს ჩვენი ერთდროს ამცირებს საგადასახადო წნეხს, თქვა აქვს დაბალანსებული ბიუჯეტი, ანუ რაც შემოსავლები იმის გადასახადები არანაირად სხვა წყაროებიდან აფინანსდება, არც შიდა ვალსიდებს, არც საგარეო ვალსიდებს და თქვა 5%-ამდე დავუყვანეთ. ანუ ყავს მთავრობა და როგორღაც ახერხებს რომ იქნება ეს 5%. თუ კი ახლა რა თქმა უნდა პარალელურად სხვას არაფერს მოვიმოქმედებთ, ანუ რაღაც ბოდიში და სისულელეებს გავაკეთებთ, მაშინ ბუნებრივია რომ ეს თავისთავად საგადასახადო წნეხის 5%-ამდე შემცირება ძალიან მინიმალური მთავრობა არაფერს არ გვიშვებს, ანუ ეკონომიკური ზრდა შეიძლება არც იყოს, ამაზე არ ასაუბრებ. ძალიან საშუალება არის. ხო. შეიძლება ეს მოვახერხოთ, უბრალოდ აქ ლაპარაკი არა, ანუ შეიძლება დავუდგა წარმოვიდგინოთ ეს გრაფიკი, ანუ აქ სპეციალური მუშაობა, თუმცა ეკონომიკური თანაბარი პირობები პრაქტიკაში ეს როგორც წესი არ არის გაჩვენებული, პარალელური ფაქტორები, ზოგიერთი მმართველობით მოძრაობს, ზოგი მეორე მმართველობით. ბადრი ერთი შეკითხვა მაქვს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გაცილობს რამდენიმე ეკონომიკური სასწაული, ხო? ერთ-ერთი ეკონომიკური განვითარების რაღაც სპეციფიკური გზა. მე მინდა თქვენი აზრი მაინტერესებს, აი იაპონური გზა, ეკონომიკური სასწაული და სინგაპურის გზა. აქ მსგავსება ბევრია თუ განსხვავება? ალბათ. მსგავსება ბევრია, თუ განვიხილოთ ალბათ იაპონიას 80-იან წლებამდე, ანუ როცა შედარებით მინიმალისტური, ანუ მთავრობა იქცეოდა სინგაპურის მსგავსად. ანუ როცა არ აკეთებდა აქცენტს აშკარად გამოკვეთილად აქტიურ ფისკალურ პოლიტიკის მეშვეობით ეკონომიკის სტიმულირებაზე, მაგრამ მე რაც უფრო გამდიდრდნენ, ბევრი ფაქტი მაქვს წაკითხული, სადაც ნათქვამია რაღაც ისეთ გრანდიოზულ პროექტებზე, რომლის მომგებიანობა ჯერ ერთი ეწვიცოს და მეორეც ეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის თვითად, ანუ ბიუჯეტით ხდებოდა ამ პროექტების დაფინანსება. რაღაც მახსოვს 90-იან წლებში ტოკიო იოკოჰამას რაღაც შემაერთებელი რაღაც უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი მატარებლებით, რომელიცაც ეკონომიკური რენტაბელობის თვალსაზრისით ბევრი სკეპტიკოსი ყავდა და უამრავი ალბათ ასეთი პროექტები ხორციელდებოდა მთავრობის ბიუჯეტიდან, რომელიც არ აღმოჩნდა მომგებიანი და იგივე ის ფაქტი 90-იან წლების შემდეგ ის ხანგრძლივ რეცესიაში გადავარდა და უმშევრობა ყველანაირი რეკორდები უფრო ღარიბი ვიდრე სინგაპური. სინგაპურის მოსახლე ეს არის ერთნახევარი უფრო მდიდარი ვიდრე იაპონიის მოსახლე. მაშინ როცა ცხადია 1965 წელს, როცა სინგაპური გახდა დამოუკიდებელი, იაპონია იყო მართლა განვითარებადი ქვეყანა, დიდი ეკონომიკით და სინგაპური იყო რაღაც არის ბარაკები. Как ტრუმპეში აშენებული ბარაკები. თუმცა პროგრამას იქეს. ტრუმპეში რო აშენებული ეს ხალხი. ერთი კითხვა მაქვს შეიძლება ეკონომიკის სფერო რა სინგაპურის ეკონომიკა რა სფეროებია ტურიზმი თავისთავად მაღალგანვითარებულია.
ყველაზე დიდი წელი საფინანსო მოსახურების სექტორი საერთოდ და განსაკუთრებით საფინანსო სფეროთი, საფინანსო მოსახურების სფეროთი გამორჩეული ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ცენტრია ბატონო თავისთავად. მაღალი ტექნოლოგიების დარგში, აგრეთვე ბიომედიცინის სფეროშია, ცინიკასური პოლოსებში. პროგრესული გადასახადი რამდენად კარგია ეკონომიკის განვითარება? ყველანაირი გადასახადი, რომელიც ზომიერია, დაბალია, მისაღებია ჩემი აზრით, მაგრამ პროგრესია და პროგრესი რა თქმა უნდა ეს მარტივად არ არის, პროგრესული გადასახადი უნდა შევადაროთ, ვთქვათ, რეგრესულ გადასახადს და შევადაროთ მარტივ გადასახადებს. ყველაზე იოლად ადმინისტრირებისთვის მიიჩნევა ხოლმე მარტივი გადასახადები, მაგრამ მარტივი გადასახადები თავისი აზრით მაინც არის რეგრესული, ანუ დაბალ შემოსავლიანობას პროცენტულად უფრო მეტი თვით ეკისრება და ამიტომ მაინც ბევრი კრიტიკოსი ყავს. ასე რომ სასახად ისე წელია. დაბალი გადასახადები. სინგაპური არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა. ექსპორტიორი ის არის სულ ბევრი ქარხანაა და ეს ქარხანა ექსპორტის ერთ-ერთი ბიზნესი სინგაპურის არის ექსპორტი, ანუ სადღაც აქვს დაახლოებით 300 მილიარდის იმპორტი და დაახლოებით 320 მილიარდის ექსპორტი. ანუ დამატებით ღირებულება ცოტა წარმოიქმნება, ეს დამატებით ღირებულება არ არის ძალიან დიდი, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი წყარო ბიზნესის სინგაპურში და ამ მხრივ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა. მართლა ექსპორტი არ აქვს საუდის არაბეთსაც, საუდის არაბეთს აქვს მაგის ნახევარი ექსპორტი. საუდის არაბეთი აწარმოებს პრინციპ ყველაზე მეტ რუსეთის ფედერაციის ყველაზე მეტ ნავთობს, ექსპორტზე ყველაზე მეტ ნავთობს აწარმოებს საუდის არაბეთი. და სინგაპურს აქვს მასზე ორჯერ მეტი ექსპორტი. თუმცა რეზოლუტიური კატარს აქვს ეკონომიკის შესაძლებლობა. ანუ თვითონ ინდუსტრიების განვითარებულია ცხადია ზოგიერთ მაგალითად იგი ნავთობქიმიური ანუ პირველი ნავთობს ამუშავებენ კიდევ ნავთობქიმიის სახით. ქიმიური მრეწველობა განვითარებულია პატარა ქალაქში. ბილის ქალაქში ქიმიური მრეწველობა განვითარებული. ანუ ამ ნავთობქიმიური ნაწილები ქიმიური მრეწველობა და განვითარებულია. მეტალურგია განვითარებული. თავარი ბიზნესის ცხადია განვითარება. თავარი არის მომსახურების მე პირველ შეფასებაში მომხდარ შემთან. რასაკის იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრი სამთავრობაში მოვიდა და პირადად შეხვდი თუ არა რომ ჩვენი თავის საშუალო ვასაკი არის კორელაციაში შეცდომებთან რომელსაც ისინი უშვებენ. ეს ერთი შეკითხვა. დათვლი თუ არა რომ ის კურსი ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური რეფორმის რომელიც უშუალოდ რევოლუციის შემდგომ პერიოდში არჩია მთავრობამ მე არ ვიტყვი 80%, მაგრამ პრინციპულად არის შეცვლილი. რაც შეეხება სინგაპურის პრემიერ-მინისტრისასაც ფრანგულის მოთხოვნა პირველი პრემიერს ლიკვანიუს პრეზიდენტობით არის 84 წლის თუ არ ვცდები, არ მეხლა ამას რომ გამოვაკლოთ 1959 წელს გახდა პირველად პრემიერ-მინისტრი, ანუ 51 წლის წელი რომ გამოვაკლოთ, გამოდის საკმაოდ ახალგაზრდა. ანუ ჩვენი დროინდელი მინისტრების რამდენი ზანეთ ჩვენი პრეზიდენტის ასაკი. სკოლაში გიგროვებულები მიმატება გამოყენებული ძალიან მაგარი ხალხია ახლა. გავკაცრავად იმ მეორე შეკითხვა ეხებოდა გადაუხვია თუ არა ეკონომიკური განვითარების იმ კურსს, რომელიც აირჩია. ის კურსი, რომელიც აიღო ქვეყანა, მე მგონია რომ აღარ არის შენარჩუნებული განსაკუთრებით ახალი საგადასახადო კოდექსის გაცნობის შემდეგ. ანუ მე ვისურვებდი რომ დავუბრუნდებოდით ძველ კურსს და გავაგრძელებინა უფრო მიზანმიმართულად და განსაკუთრებით ის დაპირებები, რაც იყო რევოლუციამდე, ვარდების რევოლუციამდე, რომ როცა ჩვენი პრეზიდენტი ამბობდა რომ მე ყველა ბიზნესმენის ინდივიდუალური დამცველი ვიქნებიო, ეს სიტყვა მან სამწუხაროდ ჯერჯერობით არ შეასრულა, ეს ჩემი აზრია. უფლებამოს კონდეს. ჩემი აზრით ვისურვებდი რომ ჯობს გვიან მიდეა. განსაკუთრებით იმ წვიმალი გამოსვლის შემდეგ, რაც მან ევროსაბჭოს წინაშე გააკეთა და ის ვალდებულებით დაპირებებიც აიღო თავის განზე.
შეიძლება ხომალდა ეს არ უთქვას, მაგრამ ის ადამიანის უფლებების საკუთრების უფლებები და ასე შემდეგ, აი ამ მიმართულებით მას ყველაზე კარგად შეუძლია გაუმჯობესების მიღება და დრო უკანასკნელსაც უფრო სწრაფად მიიღებს. ვარდრიკა კიდევ ეს შეკითხვა თუ არა რომ დაბალი გადასახადები პლუს სტარტაპის სრული განთავისუფლება გადასახადებისგან პლუს უცხოური ინვესტიციების 5-დან 10-მდე სრულად განთავისუფლება გარკვეული ოდენობის ინვესტიციების გაკეთების შემთხვევაში. აი ეს სამი, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული ქმედება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, მისი ეკონომიკური ზრდისთვის ამ ქვეყნის. სინგაპურის. დიახ. კი, რა თქმა უნდა. სწორედ ეს იმ ფაქტორებში ეს უნდა ჩამოთვლილი, ხო? და ამასთან ერთად, მაინც პირველ ადგილზე გვაქვს ჩვენ გამოტანილი პატარა მთავრობა, ეს ერთ-ერთი დამატებითი ძლიერი ხელშემწყობი ფაქტორი ეკონომიკის. კონკურსი ეკონომიკამ გადამოწა ასეთი ძლიერი დასწრებული კარგი განსაკუთრება სპეციალურად. მაგრამ შედარებით პატარა მთავრობა კონკურსებს. შედარებით ძალიან პატარა მთავრობა იყო და პრინციპულად განთავისუფლებებზე არ მიდიოდა არავის არზე. წინააღმდეგი იყო და მათაც რეაქციას ასეთივე შეეცვალა. დღეს აზიაში არის ორი მდიდარი ქვეყანა, პატარა. სინგაპური და ჰონკონგი. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო კარგად ვითარდება. ეხლა ჰონკონგში დაიწყო სოციალიზმის შენელობა, ჩინეთის ზეგავლენას. მინიმალური შრომისას აღრევაში მოდის ასე შემდეგ. წელს. ამიტომ სინგაპურელებს იმედი აქვს, რომ ძალიან ძალიან გაასწრებენ ჰონკონგს. მე ერთი რაღაცა ვერ გავიგე დაზუსტება მინდა. მოდი განვიხილოთ საწყისი მონაცემები საქართველოსი, ანუ დღევანდელი საქართველო და მაშინდელი სინგაპური. როცა იწყებოდა. სინგაპური რომ იწყებდა, რამდენი ქვეყანა იყო, ანუ რამდენად იყო შემოთავაზება ინვესტორებისთვის და კომპანიებისთვის ასეთი კარგი ეკონომიკური ბიზნეს გარემოები, რამდენად არსებობდა მაშინ თავის დროზე. და დღეს იგივე რეალობა გვაქვს თუ კონკურენცია ამ მხრივ უფრო გამძლევრდა, ერთი, ეს საკითხი მაინტერესებს. მეორე საკითხი, რაც თქვით სინგაპურის რეექსპორტთან დაკავშირებით, ანუ გამოდის რომ სინგაპური არის ფანჯარა დიდი ბაზრებისათვის, ვიღაცეებისთვის, რომ ზოგიერთი ბიზნესებისთვის. სინგაპური რო იწყებდა მაშინ, გარდა იმისა, რომ ისეთი ეკონომიკური გარემო შექმნა, რომელსაც ბევრი კონკურენტი არ ყავდა მსოფლიოში, მაშინ რაიმე ხელშეკრულებები რაღაცები ქონდა, რომ ზოგიერთ ბაზრებზე მიწვდომა გაეადვილებინა ამ კომპანიებისთვის, ვინც თავიდან შევიდა სინგაპურში. ზოგიერთ ბაზრებზე გადაწყვეტილების შემთხვევაში შემოსული სინგაპურის ტერიტორიაზე? არა, სინგაპური პატარა ხელად ხინგიანი ქვეყანა იყო. თუნდაც გულისხმობ დიდ ბაზრებს. მაშინ ახლა ესეთი სასწაული არ იყო ჩინეთმა. ჩინეთს გულისხმობ იაპონიას, სხვა იმ. არა, იაპონია არ ჩინეთს ბაზარი დაკეტილი იყო. მაშინ დაკეტილი იყო. კარგი ბიზნეს გარემოები რა თქმა უნდა მაშინ აქტიური იყო. პროცედურით მეტია დღეს მსოფლიოში, თუნდაც ის რომ რეიტინგების წარმოება ხდება, ეს მასტიმულირებლად მოხდეს ბევრ ქვეყანაზე და შეჯიბრის მომენტი ამ ყველას უკვე ხელს უწყობს იმას, რომ იზრუნოს უფრო გაუმჯობესებაზე თავისთავად, მაგრამ ცხოვრება წინ არის წასული და ამ სფეროში თუნდებია უფრო მეტი ალტერნატივა არსებობს, მაგრამ სინგაპურის რეგიონის დაინტერესება გამოწვეული იყო ბუნებრივად იმით, რომ ეს იყო ერთგვარი მართლაც შემაკავშირებელი ხიდით დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შეიძლება ითქვას, ანუ ტვირთბრუნვებით მაშინაც გამოირჩეოდა სინგაპურის პორტები, სათავეს ესიღებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, როცა ინგლისელი გუბერნატორის ტემპორტ რაფსი ჩავიდა სინგაპურში იმისათვის, რომ შეესწავლა იქ მდგომარეობა უბრალოდ როგორც სატრანზიტო პორტის თვალსაზრისით, მაგრამ მე იმდენად მოეწონა ეს ადგილმდებარეობა, რომ უფრო დამატებითი ფუნქციები შეძინა და ყველანაირი თვალსაზრისით თავისუფალი სავაჭრო ცენტრად გარდაქმნა და ჩამოყალიბდა და მოინდომა და ეს ამას საფუძველი დროიდან ჩაეყარა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა იაპონელებმა ოკუპაცია მოახდინეს, ეს ტრადიცია შეწყდა და ფაქტიურად მე ყველაფრის თავიდან დასწრება მომხდათ სინგაპურელებს, მაგრამ
60-იან წლებში ამ რეგიონის მიმართ ინტერესი ისევ გაცოცხლდა და ამით რა თქმა უნდა ეს მარტო საკმარისი არ იყო. სინგაპურის მთავრობის თქვათ იგივე ხელმძღვანელის ლიკუანიუს თქმით თუ ისე დავესწრებია ის ნახოს ესეთი ფრაზა არის ცნობილი რომ ყველაზე მეტი სტიმული და ყველაზე მეტი ინტერესი რამაც მოიზიდა ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციები 70-იან წლებში იყო ნდობა ჩვენს მიმართ. რომ მათი ასე ვთქვათ საკუთრივ რეგიონის მიმართ სტაბილური იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რასაც ისინი ესე იგი აკეთებდნენ და საფუძვლობდნენ კარგი ბიზნეს გარემოს შექმნას, რომ ნდობა აი ამ თვალსაზრისით ჩემი აზრით მართლაც კვეთრად ამაღლდა და ის აშენელებულა ბრიტანელების გასვლის შემდეგაც და პირიქით უფრო და უფრო მიზიდველი გარემო ჩამოყალიბდა. ასე რომ ეს პასუხი. ერთ პატარაზეც ვიტყოდი გავშეტები. აი მასალაზე აბსოლუტურად გეთახმები რა თქვი ბადრი. ერთი განსხვავება ლოგისტიკული ამასპექტს. ჩვენ რაღაცას ხომ არ რჩება ამ მსჯელობაში, როდესაც ვლაპარაკობთ სინგაპურის მაგალითის აღებაზე. უფრო მეტი ხო არ უნდა გავაკეთოთ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დღევანდელი კონკურენციიდან გამომდინარე. არა, უფრო მეტის გაკეთებაში გულისხმობ იმას, რომ თავრობა ნაკლები გააკეთოს, აბსოლუტურად გეთახმებით. ეს დაახლოებით ეჯელობა მაგონებს, შეიძლება ვწდები და მითხარით, თუ ვწდები, დაახლოებით მაგონებს იმ ლოგიკას, რომ ისა დიდი დეპრესიის მაგალითზე, რომ ვამბობთ, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები დიდი დეპრესიის მაგალითზე ეგ არ არის კონცეფცია და ის პროექტი, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები რამე ჯერდი განავითარა. ხო და აგას შენ აღვნიშნავ, მეც მაგას ვამბობ ზუსტად, რომ დიდი დეპრესიის მაგალითზე ვამბობთ, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ეკონომიკას რამე წაახმარს. რა? ლიტერატურა იცის მაგას, რომ დიდი დეპრესიის არა, ეს საკმაოდ ის არის, რა ეკონომიკების სადასტურლო ქვეყანაში არის ნათქვამი ჯონ მაინარდ კეისის იდეა, რომელიც კეისიანებმა ეგ ნათქვამი აქვს კეისს და პარადიგმატი მობანა. აი, გავარტყე კეისს, მაგრამ მეგობრები რეალობაში არ ხდება დღეს. ისე აცხვადე, თითქოს ეს არის რაღაც ჭეშმარიტების მარგალიტი და ახლა ამას ისე გერმანიაში ადარით და ამერიკის შეფეთქებად. გერმანია თქვა რომ კეისს გავადებოთ თავი კეისს, ამერიკა თქვა რომ ევროპა პარადიგმატი მობანა არა ვერასწორები და შედეგი არის ის რომ გერმანიის სიტუაცია გებრალტ პროგრამები ამერიკის სიტუაცია. ხოდა მეც მაგას ვაბარაკობ, ჩვენ რაღაც ფიოლდი გვაგვაკეთია იქ რომ ეს ინვესტიციები ჩვენთან მოვიდეს და არა სოფლიოში უკვე მრავალ კარგ ბიზნეს გარემოში მაგას ვაბარაკობ. ნახوار მოკლია? ფიოლდი. რასთან შედარება? სხვა ალტერნატივასაც შეიძლება ეს ინვესტიციები არა, ეს ხო არ არის მარკეტინგის საკითხი, ეს არის რეალურად ანუ მარკეტინგი ეს რომ ხალხი ჩამოვიდეს სტუმრად და მე რო არის უკვე საქმის ჭამა, ხო? რაც უნდა კარგი მარკეტინგი გაუწევთ, სულ საქმეს სულისად დარჩება და გემოარეხება. რეალურად ეს არის რომ ჩვენ ვიდა ჩვენი გარემო გავუდოთ და მოვიდეს ამი და სული ჩამა. ხო, მაგრამ ის რეალურად მოდის იმის გამო რომ ვიღაცა სულ კარგად გამოვიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმბატონობა ისე სანამ დავიშლებოდეთ რაღაც კითხვები ხო ზოგადად. მინდა გითხრათ სამშაბათს 6 საათზე იქნება ლექცია, რომელსაც ჩაატარებს ბულგარეთის ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი სიმეონ ჯანკოვი, ეს არის ადამიანი, რომელიც ახლა არის ამ თანამდებობაზე და ასევე ცნობილია როგორც აი ამ doing business-ის ინდექსის გამომგონებელი და შემქმნელი და მისი ხელმძღვანელი აი ამ ნაწილისა სოფლიო ბანკში მრავალი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ შარშან გახდა ბულგარეთში მოვიდა ახალი მთავრობა, ეს გახდა ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი და ჩამოდის საქართველოში და უნდა რომ ჩვენთან მოყვება იმაზე, თუ რა ვასწავლა კრიზისმა ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და წარმატების მიღწევის თვალსაზრისით. როდი იმ თემაზე რაზეც ნიკას კითხვა უპასუხო გადავტოვო, მე განაჩნდათ ვერ ვიტყვი იმას, რომ სინგაპურის მოდელი და ისეთნაირად წარმოგიჩინეთ და თითქოს ეს არის ველოსიპედი, რომელიც გაუმჯობესებას არ ეკონდება, რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცას უკეთეს გზასაც მივაბნოთ. თავარია ამაზე სერიოზულად და მიზანმიმართულად იყოს ფიქრი. არა, სინგაპურის მოდელის ოპერება საერთოდ საერთოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს, შეცდომა davno
ვირჯინიაზე რა. გარდამცველად ლიტუანიუმ თავისი შვილი უმცროსი გააგზავნა სინგაპურიდან, იმიტომ რომ მან მოიგონა არაჩინელი ცოლი. მანაც უკვე დაწაულა. და კიდე ჩემი კითხვა სწორედ მაგ ნაწილს ეხება, ანუ არა ეკონომიკას, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს აღშფოთი გაროს გვასთან და ესეთ არაადამიანურ სასჯელებთან დაკავშირებით. არა მარტო თქვენ, არამედ სოფლიოში ბევრი როგორ მყარდება ბალანსი მის ეკონომიკურ ავტორიტეტსა და პოლიტიკურ ავტორიტეტს შორის, იმიტომ რომ მხოლოდ უფლებებში ხო, მხოლოდ საკუთრების უფლება არ შედის. სინგაპურის პოლიტიკური სისტემა იმდენად მდგრადი და ამ პოლიტიკურ პარტიას, ამ სოციალისტურ პარტიას შინაარსული იყო არაჩვენია. სოციალისტური სახელმწიფო სინგაპურის და სოციალისტური. იმდენად დიდი ხარდაჭერა აქვს, რომ სინგაპურის პოლიტიკური სისტემა არის აშენებული შედეგად, რომ წაგებული პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან პარლამენტში. იმიტომ რომ რამდენიმე არჩევანი გასულია და 80% ამ პარტიას წევრების. არა, მაგრამ სერვისების მეტაწილებს და აქვს არაპროპორციული სისტემა, სადაც აი ძალიან ცუდად ფილისის საკრებულოს არჩევნები ქონდა. მრავალმანდატიანი ოლქების მაჟორიტარული არჩევნები. აი მაგ სისტემით ტარდება იქ არჩევნები და რეზულტატი არის სადაც 80% მხოლოდ აი გასამართლებელია. და ამიტომ სრული ხარდაჭერა სინგაპურელები გადაიდნენ რომ გალახვა არსებობს და მეორე საკითხი რომ რა ჯობია ახლა 5 წელი ციხეში თუ 6 როზი მაგას შეიძლება დისკუსია ახლა შეიძლება ვიღაცა 6 როზი და გამარჯვებს ეს გარკვეულად მართლაც აისახება მოსახლეობის რაღაც ნაწილის განწყობაზე, იგი ხელისუფლების მიმართ იქნება თუ საერთო განწყობების მიმართ და ფაქტია მინახავს რაღაც გამოკვლევები ამ მასალების მოზადების დროს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩატარდა თქვა გამოკითხვა მოსახლეობის სინგაპურში, რომელთა რაღაც აღარ პროცენტი, 17% იყო ფოსტები ნათქვამი. დათქმულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ ასეთი რთული თქვა საგანმანათლებლო სისტემა ძალიან რთულია. არის ასეთი გაროზგები დაუშვათ თუ მკაცრი დისციპლინა კიდევ რაღაცით უკმაყოფილება. მოსახლეობის რაღაც ნაწილი 5% იყო ფოსტები ნათქვამი, რომ უახლოეს წლებში აპირებს ქვეყნის დატოვებას. ნუ არის ესეთი ფაქტები და ეს აისახება ერთგვარად შემდეგ ეთქობა რეიტინგებშიც როგორღაც, მაგრამ დაეროს ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით სინგაპური 27%. ეს არ შემიძლია თუნდაც წარმატებული გამოყენება. ამ სინგაპურში ასე თქვა ვიჩქმარებ, მაგრამ ნუ საჭიროა ვიტყვით ამასაც. არა, სინგაპურის შეერების ქვეყანა, რომელიც ყველანაირ მიდიაურია და რა თქმა უნდა, ჩვენ ასე გარდა ამისა, კიდევ უფრო 60-იან წლებში 70-იან წლებში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს აკრიტიკებს ოდიაოდნენ და ისინი გამარჯვებას არ არის საჭირო. აქ შეიძლება თავარი შინაარსი მოხდროა, რომ ზოგიერთ შეგანს ლექცია ეწება საკითხვა ან მოსწრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სინგაპურმა ამას მიაღწია ძალიან ამ სინგაპურის თავი მიაღწია ეკონომიკურ და სტაბილურობაში ძალიან კაცრი თვითშეზღუდვების ხარჯზე. იმის ხარჯზე, რომ ზღუდავდა თავის მადას, თავის ანუ ზღუდავდა გადასახადებს და ზღუდავდა ხარჯებს, რომელიც მას უნდა გაეწია. ასეთი პოლიტიკური ხარჯების მიღებაში მას არ ქონდა პრობლემა, რომ პრობლემა დაეხარჯა, მაგრამ აი ეს სწორად გაიგეს და ჩვენი გზა ახლა უფრო მარტივია, იმიტომ რომ 40 წელი არ არსებობდა კაფიო მაგალითი იმისა, როგორ გავლენა საქმეს სამთავრობო ხარჯები ან მთავრობო ზონა ყველას გაიმთავრებს. ეგეთი ფაქტები არ არსებობდა. ანუ არსებობდა თეორია ამისა, რომ ეს არსებობდა რაც პატარა ხარჯები უფრო კარგია, მაგრამ ქვეყანა რომელიც სწრაფად განვითარდებოდა 40 წლის განმავლობაში, ეს რაღაცა არ არსებობდა. დღეს ჩვენი სკოლები გვაქვს. ხო? ანუ როდესაც მაგათ ეს გამოკვლევა გაკეთდა 97 წელს, გრაფიკსაც სხვა ხარჯებს ვიყენებთ. მაშინ არსებობდა 5 ქვეყანა, რომელიც ძალიან სწრაფად განვითარდა. ნუ ეს უკვე მოგხსენებთ, სინგაპური, ჰონკონგი, ტაივანი, სამხურია და მალაზია. ეხლა მაგათ დაემატა კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მაგალითად ჩინეთი. და ჩვენ ვთქვით ჩინეთშიც რა ბევრი მოდიანი შეიძლება, მაგრამ ჩინეთში არის ძალიან პატარა საგადასახადო წნეხი და ძალიან პატარა არის ეს ფუტპრინტი, ანუ ეს კვალი მთავრობისა ეკონომიკაზე.
მაგას დაემატა ირლანდია, რომელიც ასევე მაგზით წავიდა. შეიძლება ასე რადიკალურად ევროპაში მაინც ამოიწევდა. და იგივე საქართველოს მაგალითიც არის ამ საშუალებები და ჩვენ შეიძლება შეგიძლიათ ვერ ვხედავთ, რომ საქართველოს წარმოადგენელს არ აქვს სამხედრო გადასახადებია და მაგალითად დაბალია. რეალურად ჩვენ რო შევადაროთ საქართველოს ჩვენს მეზობლებს, იგივე უკრაინას, იგივე კირგიზეთს, იგივე სომხეთს, იგივე აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს რომელიც ბევრად ჩქარა იზრდება, რომ იქ ხდება სხვა ნავთობის სექტორის განვითარება და ამ შემოსავლების ხარჯზე. ჩემთვის ძალიან კაფეო სიგნალი მოსულებული ამის შესახებ, რომ დაბალი გადასახადები ადვილი კარგი ბიზნეს გარემო ზოგადად ხალხს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. იმიტომ რომ საქართველოში ეკონომიკა გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ეს რომ ოკუპირებული ჩვენ ყველა ხარ გავიგეთ რა. 1999 წელს ან 2003 წელს ამის თუ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია? გვეგონა რომ არ არის ოკუპირებული? ვინ იყო ეგეთი? რომ არ არის ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია. რომ ოკუპაციას ჰქონდა ერთი სახე და ახლა მეორე უფრო კარგად ჩამოყალიბებული სახე. ოკუპირებული იყო, რომ ზუსტად იგივე შეძლებული მიიღო ყველაფერზე. ეხლა უბრალოდ ტერიტორიის ცოტა დიდი ნაწილია ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს დიდი უფრო ცოტაზე რამდენი პროცენტი პროდუქტია. და იმოდის რომ საქართველოს შეძლო ამის გადატანა ამ პირობებში გაზდა და 2 წლის განმავლობაში სოფლიოს ყველაზე სწრაფად მზადების ათეულში. ის რომ ომის წელში ეკონომიკა მცირედ გაიზარდა, დავარდა, მაგრამ პირველი ნახევრის და ვერ შეჯამდა. ის რომ 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-იანი ვარდით გადაიტანა. მათ შორის იმის შედეგია, რომ 2008 წლის ოქტომბერში საშემოსავლო გადასახადი იყო გაწეული 25-20%-ად. ეს ამ კავშირის განაყოფას ჭირდება რომ გარკვეული ანალიზი, იმიტომ რომ ასე რომ თქვა, ვიღაც უთხრა, რატომ მოხდა ეს? ცხადია, ქუჩაში ამ პასუხს ვერ მოძებნ. ხო? და ამიტომ ეს სხვა გზა არ არსებობს, არ არსებობს არანაირი მესამე გზა, ხო რაღაც, აი არის ეს გზა, როგორ შეიძლება განვითარება და არის მეორე გზა, როგორ შეიძლება განვითარება. მეორე გზა არ არსებობს, არავის არ უნახია, არავინ არ იცის, ვერავინ დაასახელებს და ვერავინ გვეკუთვნის ვერაფერს. იმიტომ რომ რო ავიღოთ ქვეყნები, რომელსაც მოყავთ ხოლმე მაგალითად შვედეთი. შვედეთის ეკონომიკა გაიზარდა, როდესაც შვედეთში იყო გადასახადები როგორც არის დღეს სინგაპურში. და მერე შვედეთში დაიწყო უკვე სოციალური ეკონომიკის მშენებლობა. რომლის შედეგადაც შვედეთის ეკონომიკა ძალიან ნელა იზრდება. ძალიან ნელა იზრდება, არ იზრდება. მაგრამ ჩვენ რო ხედავთ, რა ჩვენ გონია რომ ეს იგივეა რომ თქვენ ჩათვალოთ იმის არის რომ მაგალითად რო კახაბედური ძმა რაღაც აი კახაბედურის სამი დაგადგინა ცხოვრება, ამ შემთხვევაში თმა უნდა გადაიფასო და საფრთხები გაეშვა. არა, რა შემთხვევაში სკადი. მე ჩემ წარმატებას მივასწრე, როცა საფრთხები მქონდა, მაგრამ თმაც მქონდა. ანუ ეს გადაგვიდები გავუშვი სამუდაადიან წლებში, როცა დახმარებები ძალიან მაღალი იყო, თქვა უმუშევრობაზე, უმუშევრობა უბრალოდ გადავაწყობილი გამოდი სამუშაოს აწევდა და იღებდა დახმარებას. ეს აწევდა სტიმულს, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, ბიულეტენები და ასეთი რაღაცები გაკეთებდა და შვედი მუშა ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ავადმყოფ მუშა. ფრაზა იყო ფთიანი საკითხი ევროპაში. საბჭოთა კავშირის აღიარებდა ფებრუარში გასაგები იყო. ბატონო ამერიკა 15 წელი გაატარა შვედეთში და შვედეთის სოციალისტებს. შემდეგი პრეზენტაცია მაშინ ბატონო. Ja, შვედეთის აუცილებელია ჩემს პრეზენტაცია. ჩვენ ვქნება ასევე სინგაპურზე კიდევ შეიძლება სოციალურ სისტემაზე ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ჰონკონგზე და სამშაბათს ვიძვებთ ყველას სიმეონ ჯანკოვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრით მოგზაურობისთვის, რომ მოუხდით ინტერესი,